მოგესალმებით ყველას. განსაკუთრებით მივესალმებით ჩვენს მოწვეულ სტუმრებს, ვინც დღეს პირველად მოისმენენ ჩვენი კომპანიის შესახებ. ჩემი სახელია შორენა ჭოტორლიშვილი, მაგახლავართ Forever Living Product Georgia's უფროსი მენეჯერი და ძალიან დიდი სიამოვნებით, ძალიან დიდი სიამაყით გაგაცნობთ ჩვენს ბიზნეს მოდელს. ნამდვილად ძალიან მეამაყება ეს საქმე, მე ამ საქმეს უკვე 13 წელია ვაკეთებ, დავიწყე ემიგრაციაში ყოფნის დროს, კერძოდ სალონიკში ვცხოვრობდი 17 წელი. იქ დავიწყე ეს საქმიანობა, ბოლო 10 წელი, ანუ 5 თვეში მოვიპოვე პოზიცია მენეჯერი და 2007 წელს, როდესაც დავიწყე ეს ბიზნესი. და 5 თვეში მოვიპოვე პოზიცია მენეჯერი, ამას რატომ გეუბნებით, რომ თქვენც მიხვდეთ რამდენად ადვილი არის ამის გაკეთება, თუ კი მოინდომებთ, რა თქმა უნდა, რომ აქ ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობს. და აი 2017-ში დავბრუნდი საქართველოში, მადლობა ღმერთს, მადლობა ჩვენს გენერალურ დირექტორს ილქე რიშმენს, იმისთვის რომ კომპანია დააფუძნა საქართველოში. და მომეცა მე ამის საშუალება და მაქვს ძალიან დიდი პატივი მიამაყება ეს დეტალი, რომ მე მაქვს ამისი მეძლევა ამისი საშუალება, რომ თქვენ გაგაცნოთ ჩვენი კომპანიის Forever Living Products-ის საქმიანობა, ჩვენი ბიზნეს მოდელი, რომელიც ასეთი გამართლებული და შეიძლება ითქვას 21 საუკუნის ყველაზე ხელსაყრელი, ყველაზე მომგებიანი ბიზნესია, რომელიც შეუძლია გააკეთოს ნებისმიერმა ადამიანმა. ჩვენი სახელი არის Aloe Vera Company, ანუ შემოკლებით ასე გვეძახიან, რადგანაც ჩვენ ვართ ძირითადი მწარმოებელი, ალოეს გადაუმუშავებელი წვენების და ზოგადად ჩვენს პროდუქციაში პირველი ინგრედიენტი, მთავარი ინგრედიენტი არ არის, როგორც ძირითად პროდუქციებში წყალი, არის ჩვენი პირველი ინგრედიენტი, ეს არის ალოეს გადაუმუშავებელი ჟელე, ანუ ყველა იმ თვისებით შენარჩუნებული, რაც მას ღმერთმა უბოძა. ნუ ცნობილი არის, რომ ალოე გახლავთ რომ ალოე არის ზოგადად ღმერთმა როგორიც შექმნა, ეს არის სამკურნალო მცენარე. ანუ ჩვენ ახლა ესე დეტალებს გავუსმევთ ხას, რომელიც დაგანახებთ, რამდენად რატომ არის ეს ბიზნესი, ასე ვთქვათ, მომგებიანი, სარფიანი და სამომავლო ბიზნესი და ის, ვინც ამ ბიზნესს ხელს მოკიდებს, ამ საქმიანობას, ვინც ხელს მოკიდავს, რა თქმა უნდა, სრული გარანტიით ვამბობ, რომ შეუძლია 2021-ში იყოს მშვიდად და ყველა დანარჩენი წელიც, რა თქმა უნდა, იყოს მშვიდად, რომ მის ფინანსებს, მის ეკონომიურ მდგომარეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, პირიქით, რაც უფრო დრო გავა, მით უფრო ძლიერად შეძლებს ამ ბიზნესის გავრცობა, გაზრდას, შემოსავლების გაზრდას და უფრო დაზღვეულად ყოფნას, ანუ თქვენ შვილებს შეიძლება გქონდეთ ყველაფერი, სადაც მოესურვებათ იქ ისწავლონ, სადაც მოგესურვებათ იქ დაისვენოთ, ანუ არა უბრალოდ შემოსავალი, არამედ ჩვენთან იცით რა შესაძლოა, აი ყველაზე საინტერესო რაც არის ჩვენს კომპანიაში, შრომობთ კიდეც, ანუ ვიღლებით წლის განმავლობაში, საკმაოდ საინტერესო არის ეს ყველაფერი და ამავე დროს გვაქვს ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, დროსტარებაც, საინტერესო ცხოვრებაც, მოგზაურობაც, ურთიერთობებიც და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვეცდები, რომ გავუსვა დეტალებს ხაზი, რაც თქვენ უფრო სრულყოფილ წარმოდგენას შეგიქმნით, ვინ ვარ და რას ვაკეთებთ, რას გთავაზობთ თქვენ როგორც ჩვენს მომავალ ბიზნეს პარტნიორებს. ის რომ ალოე საუკუნეების მანძილზე ცნობილი არის, ნუ ამაზე არ არის, მე მგონი დიდხანს ამაზე არ უნდა შევჩერდეთ, ძველ ეგვიპტეში გამოიყენებდნენ, პირველი ჩანაწერები შუმერების თიხის ფირფიტებზე არის ჩვენ წელთაღრიცხვამდე 2100 წლით ადრე აღმოჩენილი, ეს არის ყველაზე ძველი მასალა, რაც არსებობს, ასევე მითოლოგიის თანახმად არისტოტელემ ალექსანდრე მაკედონელს ურჩია ერთ-ერთი კუნძულის დაპყრობა, რადგანაც იქ მოდიოდა ალოე და შეეძლო ალექსანდრე მაკედონელს თავისი მეომრების ჭრილობების ადვილად მოშუშებისთვის გამოეყენებინა ეს. ასევე ცნობილი არის ძალიან ბევრი მასალები არსებობს, სადაც არის მოთხრობილი ძველი თუ თანამედროვე თუ ახლო წარსულის, სადაც არის აღწერილი ალოეს რეცეპტები, ასე ვთქვათ, რადგანაც ალოეს ზოგადად სამკურნალო მცენარედ მოიხსენიებენ და ძალიან გამოყენებადი იყო, არის და მომავალში უფრო ძალიან იქნება, რადგანაც ეს იქნება ნომერი პირველი პროდუქტი ნებისმიერ ოჯახში. ასევე სილამაზე
სილამაზის კოსმეტოლოგიის მხრივ, ანუ სილამაზის შესანარჩუნებლად ცნობილი ფაქტია, რომ დედოფალი ნეფერტიტი და კლეოპატრა იყენებდნენ ალოეს. ეს გახლავთ ჩვენი რანჩო, ეს კი ჩვენი საქონლო ბრუნვის წლიური მაჩვენებლები, ანუ დაარსების დღიდან 1978 წლიდან დღემდე, დღეს უკვე ჩვენი წლიური ბრუნვა წარმოადგენს 3 მილიარდზე მეტს, ეს არის მილიარდელი კომპანია და ამიტომ აქვს იმის საშუალება, რომ მოგცეთ ასეთი არაჩვეულებრივი ანაზღაურებები და ასეთი პირობები, რასაც უქმნის თანამშრომლებს და ერთი რაც უნდა აღვნიშნოთ, ჩვენ ვართ, როგორც უკვე ვთქვი, ალოეს წარმოებელი კომპანია, ძირითადი ინგრედიენტი პროდუქციაში ეს არის გადაუმუშავებელი ალოე, გვაქვს ძალიან დიდი გამა პროდუქციის, ჩვენ თანმიმდევრობით ამას განვიხილავთ თუ რას ვაწარმოებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს ალოე ძალიან გთხოვთ, არ უნდა აურიოთ ჩვენთვის ძალიან ცნობილ ასლოვანში, რომელიც ცოტა სახიფათოც არის, სწორედ ამიტომ ანუ კარცოგენული შიგთავსი არის აღმოჩენილი მასში და ამიტომ ექიმები ხშირად ონკოპაციენტებს უშლიან, არ უწევენ რეკომენდაციას ამ ალოეს მოხმარებას, რადგანაც ის გახლავთ ბიოსტიმულატორი და ყველანაირ უჯრედს სტიმულირებას აძლევს, ანუ შეუძლია ონკოუჯრედების გაზრდაც. ჩვენი ალოე კი რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, ეს არის ალოე ბარბადესის მილე, ეს არის იმ 300 რაღაცა ჯიშს შორის ყველაზე საუკეთესო თავისისთვის საუკეთესო კი არა, მოიხსენიება როგორც უნიკალური მცენარე, რადგანაც მას ნაკლი ფაქტიურად არ აქვს. და არის ყველაზე დაზღვეული, ყველაზე თამამად, ყველაზე დიდი ნდობით შეგიძლიათ მიიღოთ ეს პროდუქტი, როგორც შინაგანი მოხმარებით, ანუ წვენები დასალევად, ასევე გარეგანი კრემი იქნება, თქვათ, მალამო თუ ასე შემდეგ. ეს ბიზნესი ძლიერი იმით არის, რომ ჩვენ ვართ ჩვენ ეს ბიზნესი გთავაზობთ მოდელს, რომელიც გაძლევთ საშუალებას იმუშაოთ სახლიდან, რომელიც ძალიან აქტუალურია, მე მგონი თქვენც ხვდებით, უკვე ადამიანები ეძებენ კორონადან გამომდინარე სახლიდან დასაქმებას. ჩვენ ასე მუშაობდით 42 წლის მანძილზე 1978 წლიდან მოყოლებული ჩვენი ბიზნეს მოდელი ისედაც იყო ონლაინ რეჟიმი, ადამიანის ჯანმრთელობის პროდუქცია, ადამიანის ჯანმრთელობის არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ სიცოცხლის გამახანძლებელი პროდუქციის წარმოება და უბრალოდ კორონამ დააჩქარა მოვლენები და უფრო წინ წამოწია თუ რა იქნება უფრო მეტად აქტუალური, თუნდაც 2020-ში რა არის აქტუალური, რა იქნება 2021-ში, როგორი ბიზნესი უნდა ვაწარმოოთ. ის რომ გვჭირდება ბიზნესი, რომელსაც შევძლებთ ნებისმიერ ადგილიდან გაკეთებას, ანუ კარანტინის პერიოდში სახლში ვიქნებით გამოკეტილები, როგორც ახლა მე ჩემი სახლიდან ვაწარმოებ ვახდენ ამ ჩართვას და პრეზენტაციას, ასევე დასასვენებლად იქნებით სიტყვაზე ბავშვი მასწავლებელთან არის და თქვენ ელოდებით, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ ამ ბიზნესის წარმოება და ეს არის ძალიან ძლიერი ნიუანსი, რადგანაც არანაირად ხერი არ შეგეშლებათ და ანუ პარალელურად იმის პარალელურად რომ შეგიძლიათ თქვენს შვილს მიაქციოთ ყურადღება, ოჯახს მიაქციოთ ყურადღება, თქვენი ყოველდღიური ცხოვრება, ასე ვთქვათ, მოარგოთ უბრალოდ ამ სისტემას, რასაც ქვია ბიზნესი forever-ი და არანაირად არ შეფერხდება არანაირი მოვლენის გამო. აი ეს არის ყველაზე ძლიერი ნიუანსი და სწორედაც ამიტომ დიდი ანშლაგით, ასე ვთქვათ, მუშაობს 168 ქვეყანაში. საქართველოში, როგორც წეგან უკვე აღვნიშნე, 2017 წლის 1 ნოემბერს გაიხსნა ოფისი. ეს კი გახლავთ ჩვენი ოფიციალური წარმომადგენლობა 168 ქვეყანაში. ეს არის ყველაზე საინტერესო, რომ გარდა იმისა, ჩვენ ვართ ონლაინ მაღაზია, ანუ ელექტრომაღაზია, ინტერნეტ მაღაზია, გარდა ამისა გვაქვს ოფისები, რა თქმა უნდა, სადაც ჩიქოვანის 9-11-ში, ჩვენს ოფიციალურ ოფისში, შეგიძლიათ მიბრძანდეთ და გააკეთოთ შენაძენი, თუ ღმერთმა ინება და აღსდგა კიდეც ჩვენი ტრენინგების ჩატარება და კონფერენციების, ანუ თუ დაუშვა რეგულაციებმა ამისი ნება, რა თქმა უნდა, განვაახლებთ კიდეც ტრენინგების და კონფერენციების ჩატარებას ჩვენ საკონფერენციო დარბაზში, თუ არა და ვინც ხართ თბილისის მაცხოვრებელი და შეგიძლიათ რომ ასე ვთქვათ, ჩაირბინოთ ოფისში და შეიძინოთ პროდუქცია, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. ეს არის ძალიან საინტერესო. გარდა ამისა 168 ქვეყანაში იგივე პრინციპით მოქმედებს ოფისები, ოფიციალური წარმომადგენლობა, ეს გახლავთ აბსოლუტურად ლეგალური საქმიანობა, მინდა გითხრათ და რა თქმა უნდა, თქვენ სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ 168 ქვეყანაში განავრცოთ ეს ბიზნესი. ანუ, რაც შეეხება თვითონ ბიზნესს. მოკლედ, რომ აგიხსნათ, ეს არის
როგორც არის Amazon-ი, Alibaba და ასე AliExpress-ი უამრავი დღესდღეობით უკვე ბოშიც ელექტრო გვერდზე არეკლამებს, ასე ვთქვათ, და უკვე ონლაინ გაყიდვებს აწარმოებს, გულისხმობ წესასრუტები და ნებისმიერი იქნება, ტანსაცმელი იქნება, ფეხსაცმელი, ნუ ეს მოიტანა ცხოვრება. ანუ არის თითქმის იგივე, როგორც არის ეს მაღაზიები, უბრალოდ ჩვენს საიტზე წარმოდგენილი საიტზე, რომელსაც კომპანია თქვენი დასაქმების შემდეგ საჩუქრად გაძლევთ და არანაირ გადასახადს ამაში არ იხდით, ეს არის აბსოლუტურად უფასო. ჩვენ ამ გვერდზე თქვენს კაბინეტში, ასე ვთქვათ, თქვენს ელექტრომაღაზიაში წარმოდგენილი არის ერთადერთი ბრენდი Forever Living Products-ის პროდუქცია, განსხვავებით იმ Amazon-ისგან და დანარჩენი კომპანიებისგან და შეიძინოთ ეს პროდუქცია საწყის ეტაპზე ფასტაკლებით, რა თქმა უნდა, ფასტაკლება არის 5%, რა თქმა უნდა, რომ პროდუქცია მოგეწონებათ და მერე როდესაც თქვენ ამ პროდუქციის რეკომენდაციას გაწევთ ვინმე ადამიანთან, ის ადამიანი, რა თქმა უნდა, თქვენ მას მიანიჭებთ უკვე პრომო კოდს, ანუ რეფერალურ ლინკსაც ეძახიან ამას, მიანიჭებთ, ანუ ფასტაკლებას ოფიციალურად მიანიჭებთ და ეს ადამიანები რა შენაძენსაც გააკეთებენ თქვენ კომპანია მთელი მათი ბრუნვიდან, ანუ ის ადამიანი ხომ დაგჭებათ მადლიერი, იმიტომ რომ თქვენ ასეთი არაჩვეულებრივი, ასეთი ეკო პროდუქტი, ასეთი სასარგებლო ეკონომიური და შედეგიანი პროდუქცია გააცანით და თანაც ფასდაკლებით შეძენის უფლება მიანიჭეთ და ის ადამიანები თავის მხრივ არიან მადლიერები, თქვენ კი კომპანია ამის აფასურად გიხდით მთელ 30%-ს ამ ადამიანების შენაძენიდან, ანუ ასე ვთქვათ, ბრუნვიდან, რა ბრუნვასაც თვის მანძილზე მოახდენენ ეს ადამიანები. აი ასეთი სარფიანი არის ამ ბიზნესის კეთება, ორი სიტყვით თუ შეიძლება, ასე რომ აღწეროთ რას ვაკეთებთ, როგორ ხდება ამ პროდუქციის შეძენა. რა თქმა უნდა, რომ მე დაწვრილებით დეტალურად ყველაფერს განვიხილავთ. ეს კი ჩვენი უპირატესობები, რაც შეეხება თვითონ კომპანიას. 42 წლის უნაკლო რეპუტაცია და მუდმივი ზრდა, ოფიციალური წარმომადგენლობა 168 ქვეყანაში, როგორც უკვე გითხარით, 168 ქვეყანაში შეგიძლიათ ბიზნესი განავსოთ სახლიდან გაუსვლელად, თავარია ინტერნეტი გქონდეთ და ერთ-ერთი იქნება ტელეფონი, ლეპტოპი, ტაბლეტი, არ აქვს მნიშვნელობა, წვდომა ინტერნეტთან. მეტი არაფერი არ გჭირდებათ და ცოდნა იმისა, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს საქმე. ჩვენ ვართ ნატურალური პროდუქტების ბაზარზე, ალოე ვერაზე დამზადებული პროდუქციის ნომერ პირველი კომპანია, მონოპოლიური კომპანია, რადგანაც საკუთრებაში ვფლობთ ალოეს პლანტაციების 80%-ს დედამიწაზე. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი კომპანია, ვინც აწარმოებს ალოეს და ფუტკრის ეკოპროდუქციას. 3 მილიარდზე მეტი წლიური ბრუნვით შევდივართ ყველაზე დიდი ქსელური კომპანიების პირველ ათეულში. ყოველწლიური მატება გვაქვს 10%, ეს არის ყველაზე დინამიურად მზარდი კომპანია და მინდა გითხრათ, რომ აი ამ კორონას დროს, აი ამ კარანტინის დროს, სწორედ აი ამ რამდენიმე თვეში ჩვენთან დასაქმების კოეფიციენტი მთელი 60%-ით გაიზარდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის ძალიან პრაქტიკული, მომგებიანი ბიზნესი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება როგორც ექსტრა შემოსავლისთვის, ასევე როგორც მისი ძირითადი საქმიანობისთვისაც. ანუ გააჩნია რა არჩევანს გააკეთებს ადამიანი, საქმის თავისი საქმის და პარალელურად უნდა ამის გაკეთება, თუ დასასაქმებელია და მთელს ენერგიას ამ ბიზნესში ჩადებს. ეს აბსოლუტურად ინდივიდუალური თემა თქვენი ასარჩევია, რას ისურვებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი ყოველგვარი დავალიანების გარეშე და არ ვართ დამოკიდებული არანაირად ინვესტორებზე და ბირჟაზე მიმდინარე ცვლილებებზე. ანუ კომპანიას არ აქვს არანაირი დავალიანება 168 ქვეყნის მილიონობით თანამშრომელის წინაშე და ასევე, როგორც უკვე გითხარით, ეს არის აბსოლუტურად ლეგალური ბიზნესი და მე თვითონაც ჩემს შემოსავლებს ძალიან ადვილად, ასე ვთქვათ, ვაქვეყნებ ჩემს Facebook გვერდზე, შეგიძლიათ მოინახულოთ ჩემი გვერდის სახელით, ან ჩემს ბიზნეს გვერდზე შენი ბიზნესი forever და რადგანაც ყველანაირი გადასახადი გადახდილი მაქვს. ანუ ჩვენთან ავტომატურად არის მიმული ყველანაირი, იქნება დღეგეთი, იქნება საშემოსავლო გადასახადები თუ წლიური. ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად დალაგებული, ასე ვთქვათ, მოწესრიგებული, რაც არის ძალიან საამაყო ნიუანსი და მე მგონი ნებისმიერ ქვეყანას ძალიან უნდა ეამაყებოდეს, როდესაც მის ბიუჯეტში forever-ისგან ერთი თეთრიც არ იმალება, ასე ხდება ყველა ქვეყანაში, რადგანაც ჩვენ ამით ვამაყობთ, რომ ჩვენ გვაქვს თეთრი ბუღალტერია, ასე ითქმება, ანუ არ უმალავ თანხებს სახელმწიფოს. შემდეგი უმნიშვნელოვანესი
დეტალი. ჩვენ ვართ ვერტიკალურად ინტეგრირებადი კომპანია, რაც ნიშნავს, რომ პროდუქციის წარმოებიდან, ანუ პლანტაციიდან მოყოლებული, სანამ ეს პროდუქტი, ჩვენი წარმოებული პროდუქტი მომხმარებლის ხელში მოხდება, ყველა სტადია კაცრად კონტროლირებადი არის თვითონ კომპანიის მიერ და კომპანია აწარმოებს ყველანაირ, ასე ვთქვათ, მის მეურნეობა, დამზადება, ანუ პროდუქციის დამზადება მიწოდების დეტალებს. რაც შეეხება პროდუქციას, ჩვენი პროდუქცია, ჩვენს პროდუქციაზე მუშაობს უსერიოზულესი, ასე ვთქვათ, ბუმბერაზი მეცნიერები, ნობელისტები, კონკრეტულად ჩვენ გვყავს 1700 მეცნიერი თანამშრომელი, ვინც მუშაობს პროდუქციის ფორმულირებაზე, ანუ რა შემადგენლობა ექნება, ან რა უნდა ამოვაკლოთ, ან რა უნდა დავამატოთ, რადგანაც თანამედროვე ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ასაკში და სხვადასხვა პირობებშიც, ასე ვთქვათ, მოითხოვს სხვადასხვა დანამატს. ეს უკვე აუცილებელი გახდა დღევანდელი თანამედროვე ადამიანისთვის, რადგანაც ჩვენ საკვებიდან ვიღებთ მხოლოდ საკვები რესურსის, ანუ იმ ინგრედიენტების, რაც ჩვენს ორგანიზმს არსებობს, სჭირდება მხოლოდ 5-6%. დანარჩენი 95-96 კი ორგანიზმს უნდა მივაწოდოთ უკვე კვებითი დანამატის სახით. ამიტომ აუცილებელი არის მუდმივად ხდებოდეს, ასე ვთქვათ, შესწავლა, რა ხდება გარემოში, რა ხდება ატმოსფეროში, რისი საჭიროება აქვს ადამიანის ორგანიზმს იმისთვის, რომ შეძლოს 100%-იანი ფუნქციონირება, შეიძლება ასე ვთქვათ, რადგანაც ჩვენი მთავარი საარსებო რესურსი არ არის ქათამი და ბაჟი, ასე ვთქვათ, არის ის კომპონენტები, რასაც ამ საკვებიდან იღებს ჩვენი ორგანიზმი, ანუ ამინომჟავები, მინერალები, მიკრო და მაკროელემენტები, ვიტამინები და ასე შემდეგ, ნახშირწყლები, უბრალოდ უნდა ხდებოდეს ამ ყველაფრის სწორი გადამუშავება. აი ეს არის უმნიშვნელოვანესი ნიუანსი. და როგორც უკვე მიხვდით, რადგანაც აი ასეთი, ასე ვთქვათ, ტემპში მივდევთ თანამედროვე ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნილებებს, მუდმივად ხდება ამ პროდუქციის შესწავლა, დამუშავება და ცვლილებები მის შემადგენლობაში. ზოგადად პროდუქციის 200-ზე მეტი დასახელების, 200-ზე მეტი სახეობის პროდუქცია გვაქვს, პროდუქციას ვაწარმოებთ და მინდა გითხრათ, რომ რადგანაც ჩვენ ძალიან დიდი გამა გვაქვს ასევე არა მარტო კვებითი დანამატების და ალოეს წვენების, არამედ ყოველდღიური მოხმარების, ასე ვთქვათ, ჰიგიენის პროდუქციისაც, ეს არის პროდუქცია, რომელიც ყოველდღიურ მოხმარებაში არის და ადამიანებს, ასე ვთქვათ, ყოველ წუთს სჭირდებათ, ამიტომ ეს არის ბრუნვადი. ანუ ეს პროდუქცია ადამიანებს სჭირდებათ, მოიხმარენ, შეიძენენ, როდესაც შეიძენენ, მოიხმარენ, დასრულდება ხელახალი შენაძენი გაკეთება, ანუ კიდევ მოიხმარენ, დასრულდება ხელახალი შენაძენი, რაც იმას ნიშნავს, რომ კეთდება ძალიან სერიოზული ბრუნვა, ანუ პროდუქციის ბრუნვა. ეს არის, აი ამ დეტალებს უნდა გავუწიოთ, მივაქციოთ ყურადღება. და სწორედ ამის გამო ეს ხდება ჩვენი პასიური შემოსავლის გარანტია. ანუ თქვენი მომხმარებელი ერთხელაც კი ვინც შეიძენს პროდუქციას, სწორედ ამიტომ ჩვენ რადგანაც ხარისხზე მილიონებს უხარჯავთ და არა რეკლამაზე, ამ ხარისხის გამო, რა თქმა უნდა, თქვენი მომხმარებელი აუცილებლად კმაყოფილი დარჩება და ის ამ პროდუქციის მოხმარებას არასოდეს გაანებებს თავს. მე გეუბნებით, ჩემი პრაქტიკიდანვე გამომდინარე, ანუ 13 წლის მანძილზე რაც ვნახე და რასაც ხვდები და რაც გრძელდება დღეს რეალური ფაქტები, ამ ფაქტებზე დაყრდნობით გესაუბრებით. ასე რომ, პროდუქცია თვითონ ყიდის, თუ შეიძლება ითქვას, თავის თავს, მას რეკლამა არ სჭირდება, ჩვენ უბრალოდ ძალიან კარგად გვაქვს შესწავლილი მათი დეტალები და ამ დეტალების გაცნობას ვახდენთ ადამიანებს. ანუ ვაცნობთ ადამიანებს, თუ რა არის, რატომ არის ეკონომიური, რა შეიცავს, რატომ არის განსხვავებული იმ დანარჩენი პროდუქციისაგან, ანუ იმ ცნობილი პროდუქციის, რასაც მანამდე მოიხმარდა ადამიანი. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი ასევე ის, რომ 42 წლის მანძილზე კომპანია იმდენად პატიოსანი ბიზნეს მწარმოებელი არის, რომ 42 წლის მანძილზე არც ერთი სასამართლო პროცესი არ გქონია და ეს არის ჩვენთვის ძალიან საამაყო, მე მგონი ძალიან იშვიათი არის ასეთი დეტალი ახასიათებდეს რომელიმე კომპანიას და მით უმეტეს 42 წლის სტაჟირებით. იცით რა შეასაქმე, აქ ერთ ნიუანსსაც აღვნიშნავ. როდესაც ადამიანი ფიქრობს და დაკავშირებას, ასე ვთქვათ, თავისი ბიზნეს საქმიანობის დაკავშირებას, რომელიც
კომპანიასთან აუცილებლად უნდა გაუწიოთ ანუ მარკეტინგული ნიუანსები არ ვიცი ხა მე მაგალითად სპარსონისა და ლიტერატურის ფილოლოგი ვარ პროფესიით და მარანაირი შეხება მარკეტინგთან არ ქონდა ამიტომ ამ დეტალებს ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როდესაც ვეცნობოდი და როდესაც ვინმე მაცნობდა ამ დეტალებს ანუ როდესაც გადაწყვეტ ადამიანი დაიწყოთ თუ არა თქვენი ბიზნეს საქმიანობა რომელიმე კომპანიასთან აუცილებელი არის გაუწიოთ ანგარიში რა სტაჟირების მქონე კომპანია არის თუ მინიმუმ 10 წელი მაინც ეს კომპანია არ არის ბაზარზე არსებული ძალიან საშიში არის ამ კომპანიის ნდობა. ანუ 10 წელი დაახლოებით ნიშნავს 5 მინიმუმ 5-10 წელი ეს არის მინიმალური დრო რაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამოვლილი ბაზრის კონკურენცია, ანუ უნდა იყოს დამკვიდრებული თუ მან გაუძლო ამ კონკურენციას და ის 10 წლის მერე კიდევ არსებობს ბაზარზე, ნიშნავს რომ შეგიძლიათ თამამათენდოთ ამ კომპანიას და დაიწყოთ მასთან ბიზნეს საქმიანობა. ჩვენი ერთ-ერთი უძლიერესი დეტალი სწორედ ესეც არის, რომ ჩვენ 42 წლის კომპანია ვართ 168 ქვეყანაში უკვე აქტიურად მომუშავე, უკვე დამკვიდრებული, უბრალოდ საქართველოში იკიდებს ფეხს ახლა და არა ის უკაცრავად გამოთქმაზე საცდელი ვირთხის სტილში რომ არის ხოლმე, აი ახლა დამკვირდება მოვა რაღაცა ფულებს, ასე ვთქვათ, მოაგროვებს, ძალიან ხშირია ეს და მე მესმის ადამიანების ისეთი ცოტა უარყოფითი დამოკიდებულება თავიდან, როდესაც ეჭვის თვალით უყურებენ, როდესაც მსგავს ქსელურ თუ პირდაპირ გაყიდვების კომპანიას თავაზობენ ვინმე. რა თქმა უნდა, ეს მათი ბრალი არ არის. ასე ვთქვათ, ამ ადამიანებს ასეთი წარმოდგენა შეუქმნათ იმ კომპანიებმა, რომლებიც სწორედ აი ამ სტილით იმოქმედეს, მოვიდნენ, რაღაცა ფული ააგროვეს, ასე ვთქვათ, რაღაცა პერიოდი, რამდენიმე წელი, როგორ ვთქვა, ეშმაკურად ატყუეს, ასე ვთქვათ, ხალხი და მერე გაქრნენ ვერც მომძიებლები, ვერც პასუხისმგებელი, ანუ ვერავინ ვერ გასცათ პასუხი, სად არის მათი ჩადებული თანხები და ასე შემდეგ, რადგანაც ძირთადად იქ თანხის ჩადებით თანხის დაბანდებით იწყება ძირთადად ესეთი კომპანიები ასე მოქმედებენ და ამიტომ აქვთ ამ ადამიანებს ასეთი წარმოდგენა. სწორედ ამით ვარძლიერები ჩვენთან არანაირი თანხის დაბანდება არ ხდება, არანაირი წინასწარ თანხის ჩადება აქ არ ხდება. ერთადერთი თუ რამეში შეიძლება თანხა გადაიხადოთ, ეს არის პროდუქცია, რასაც შეიძენთ, ისიც თქვენივე არჩევანით, არავინ არაფერს არ გავალდებულებთ, რა კიდევ თუ არა ეს პროდუქტი უნდა იყიდოთ, რაც ხდება ძირთადად კომპანიებში. ასე რომ მე მგონი რაღაც წარმოდგენა შეგიქმნით თამამად შეგიძლიათ შეისწავლოთ დეტალები, რასაც მე თქვენ გაგაცნობთ, ასევე ზედმეტად მოიძიოთ რამე დეტალები, რაც დაგაინტერესებთ, ან გაესაუბროთ ჩემი პრეზენტაციის შემდეგ იმ ადამიანს, ვინც მოგიწვიათ რაღაც უფრო დაწვრილებით ნიუანსებზე და არ მისცეთ უბრალოდ ეჭვებს, აი იმ კომპანიების გამო არ მისცეთ ეჭვებს იმის საშუალება, რომ უარი თქვათ ამ არაჩვეულებრივ შემოთავაზებაზე, ამ არაჩვეულებრივ შანსზე, რომელიც ცხოვრებამ რომელიც ღმერთმა გამოგიგზავნათ, რადგანაც თამამად გეუბნებით, ეს არის უსერიოზულესი შანსი, რომელიც ერთხელ ეძლევა ადამიანს ცხოვრებაში, უბრალოდ მისი გამოყენება უკვე თქვენზე არის დამოკიდებული. ეს გახლავთ ჩვენი წარმატებული თანამშრომლების უფრო სწორედ 2017 წლიდან მოყოლებული 2020 წლის იანვრამდე სტატისტიკა ჩვენი თანამშრომლებისა, ჩვენი წარმატებული ადამიანების, თუ როგორ, ანუ რომ დაინახოთ, ვითარდება თუ არა ეს ბიზნესი და არის თუ არა, ასე ვთქვათ, არსებობს თუ არა წარმატებული ადამიანები. ეს ამ ხნის განმავლობაში პირადად მე, ჩემს გუნდში გაზრდილი მყავს 7 მენეჯერი. მენეჯერის სტატუსს აღვნიშნავ, რადგანაც მენეჯერი ეს არის, ასე ვთქვათ, უკვე პასიურ შემოსავალზე გამსვლელი ადამიანი, რომლის მოგება არის პროცენტული მოგება ჯამში წარმოადგენს თითქმის 154% და ყოველი პასიური უკვე ხაზიდან პლუს 6-3 ან 2% ექსტრა შემოსავლები. ამიტომ აღვნიშნავ 7 მენეჯერი და ასობით ასისტენტ სუპერვაიზორი თუ დანარჩენი საფეხურები, ხა საფეხურების დასახელებას თქვენთვის აზრი არ აქვს, რადგანაც ვერ ვირკვევით ჯერ რას ნიშნავს თითოეული საფეხური. ბრუნვას რაც შეეხება ჩვენი გუნდი თვიურ ბრუნვას აკეთებს $35,000 $40 თვეში. ეს არის ჩვენი საქონლით ბრუნვა და ეს არის სერიოზულესი მაჩვენებელი. მაშინ როდესაც არანაირი ვინმე ცნობადი სახე, ვარსკვლავი, ცნობილი ქართველი თუ ასე შემდეგ არ გამოგვიყენებია იმისთვის, რომ ჩვენ დაგვარეკლამოს. როგორც უკვე გითხარით, პროდუქცია თვითონ ყიდის თავის თავს. უბრალოდ საწყის ეტაპზე ცოტა მეტი შრომაა საჭირო, ცოტა მეტი საუბარი მოგიწევთ, რომ ადამიანებს აუხსნათ ეს განსხვავებული პროდუქტი რას აკეთებს, რომ საფუძველი ჩაუყაროთ თქვენს ასე ვთქვათ სტაბილურ მომხმარებლებს და სტაბილურ თანამშრომლებს, ვინც გააგრძელებენ თქვენთან ერთად ბიზნესის შენებას და აი ამ
ამის შემდეგ, ანუ რაც უფრო დრო გადის, უფრო მარტივად და უფრო სწრაფად აკეთებთ ამ საქმეს, რადგანაც უკვე პროფესიონალები ხდებით და უკვე იცით თავარი დეტალები და იცით მოკლე დროში, როგორ უნდა გააკეთოთ სარფიანი ნაბიჯები. აი ამ დეტალებს უნდა გავუწიოთ ანგარიში. საკუთრებაში, როგორც ანუ გითხარით, რომ ჩვენ ვართ მონოპოლიური კომპანია ალოეს წარმოების, ანუ მაგნატი კომპანია, ჩვენ ასე ვთქვათ, აწევი ხა დაგვეწევა. საკუთრებაში ვფლობთ 50 მილიონ ძირ ალოეს. ეს არის სამ ქვეყანაში განლაგებული მექსიკა, არიზონა და დომინიკის რესპუბლიკაში განლაგებული პლანტაციები და საწყის ვინც თავიდანვე ესწრებოდით, ანუ ვინც არ დაიგვიანეთ, ასე ვთქვათ, ვიდეო ორგოლი იყო ჩართული, სადაც ძალიან კარგად ჩანდა თუ როგორ ხდება ჩვენი ალოეს მოყვანა დამუშავება. ეხლა მე კიდევ ერთხელ ჩაგებთ ძალიან მოკლე ვიდეო, სადაც ნახავთ თუ როგორი ძვირფასი როგორი ძვირფასი, ანუ ხელით ეს არის ჩვენი პლანტაციები, ეს არის დომინიკის რესპუბლიკის პლანტაციები, რომელიც შესული არის გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე დიდი ალოეს პლანტაციები მსოფლიოში და რასაც ვამბობდი, ხდება ამ ყველაფრის ხელით დამუშავება, ხელით დარგვა, ხელით მოჭრა ფოთლის, გარშემო ფოთლებისა, რომელიც 4 წელზე მეტის უნდა იყოს, რომ მასში უკვე გამომუშავებული იყოს ყველა ის სასარგებლო თვისება, რაც მას ღმერთმა უბოძა და აი ესე ფრთხილად ნახეთ, იჭრება მხოლოდ გარეთა ფოთლები, რომ არ დაზიანდეს შიდა, ეს ფოთლები სასწრაფოდ გადაადგილდება ახლო მდებარე დამამუშავებელ პუნქტებში, სადაც ხდება მისი არაეჯერადი გარეცხვა და ეს უკვე ექსკლუზიური მეთოდი, როგორც ამზადებს Forever ამ წვენებს. შემდეგში უკვე მიღებული, ანუ ქერქის განთავისუფლდება, ქერქი მიდის ისე პლანტაციაზე, როგორც ასაკი და აი ეს რბილობი, ჟელეკი, ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია, რომელსაც მხოლოდ რბილობი აქვს პროდუქციაში მოხმარებული და ეს რბილობი უკვე გადაადგილდება დამამზადებელ, კვებით დანამატების დამამზადებელ პუნქტში, სადაც უკვე ხდება მისგან წვენის მიღება და პროდუქციაში უკვე მისი ჩაშვება, ანუ სახის კრემი იქნება თუ ჰიგიენის საშუალებები. მინდა გითხრათ, რომ ეს მეთოდი, როგორც მზადდება Forever-ის ალოე, არის ექსკლუზიური მეთოდი. ალოე არ ცხელდება, ანუ ეს ჟელე არ ცხელდება 40 გრადუსზე მეტზე, რომ არ მოხდეს მისი სასარგებლო კომპონენტების განადგურება და ისე ისხმება ქილებში, რომ ქილასთან შეხებაში არ მოდის, ალოე დაცული არის ვაკუუმის გარსით. და როდესაც ის პლომბით არის შემდეგ დალუქული და როდესაც უკვე ახსნით ამ პლომს, სასურველია მაცივარში შეინახოთ, რადგანაც ის ადვილად ლპობადი არის და არის აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტი და როდესაც გაახსნით ამ ვერცხლისფერ პლომს, რითიც არის დაცული თვითონ ქილა, უკვე თავისუფლდება ამ ვაკუუმისგან და სასურველია, რომ 1 თვის მანძილზე მოხდეს მისი მოხმარება. ყველა დეტალი არის თვითონ კომპანიის მიერ კონტროლირებადი. თითოეული სატვირთო მანქანა იქნება, წყნარი ოკეანის ლაინერები თუ წყნარი ოკეანის ლაინერები თუ ნებისმიერი ინვენტარი, ტექნიკა, რაც ნახეთ ვიდეოში, ეს არის Forever-ის საკუთრება და თვითონ კომპანია აკონტროლებს თვითოეულ დეტალს პლანტაციიდან მოყოლებული, სანამ ეს პროდუქტი მომხმარებლის ხელში მოხვდება. ეს არის სწორედ ვერტიკალურად ინტეგრირებადი კომპანია, ასეთი კომპანიები იწოდება ვერტიკალურად ინტეგრირებად კომპანიებად და მინდა გითხრათ, რომ სოფლიოში ერთეული კომპანიები არის, ვინც იწოდება ვერტიკალურად ინტეგრირებად კომპანიებად. ეს კი არის ჩვენი საკუთარი ფონდი, რომელიც დააარსა Forever-მა. Forever არის ძალიან კაცმოყვარე კომპანია. ჩვენს ფონდს ეწოდება შევაჩეროთ შიმშილი და Forever-ის დაქვემდებარების ქვეშ არის 72 ქვეყანა, რომელსაც Forever-ი მუდმივად ამარაგებს საჭირო პროდუქტით და ასევე საკვებით. ასევე ჩვენი თანამშრომლები ეწევიან თავისივე ინიციატივით რაღაც სერიოზულ ეს ქველმოქმედებებს, მაგალითად მიკლოშ ბერკიჩს აღშენებული აქვს ბავშვთა საავადმყოფო, სადაც აბსოლუტურად ყველა სტადია, აბსოლუტურად ყველა მომსახურება, კვლევა, მკურნალობა, თვითონ საჭირო ნივთები, ყველაფერი არის აბსოლუტურად უფასო ნებისმიერი ხნის მანძილზე. ასევე ჩვენმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაიყვანა წყლის მომარაგების სისტემა აფრიკის ერთ-ერთ სოფელში და უამრავი ასეთი ნიუანსები, ეხლა ამას არ გავაგრძელებთ. ეს კი არის 5 მილიონი ულუფა, რომელიც 2019 წლის მანძილზე შეიფუთა და გაიგზავნა ამ ქვეყნების დასახმარებლად. ეს არის ძალიან საამაყო დეტალი.
როგორც უკვე გითხარით, ჩვენ თვითონ მოყვავს მეურნეობა, ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ პროდუქციას და ჩვენ თვითონ ვაწვდით ამ პროდუქციას მომხმარებელს. ანუ თვითოეული სტადია არის კომპანიისგან, კომპანიის მიერ წარმოებული და ეს არის ძალიან დაზღვეული, ანუ ეს აზღვევს პროდუქციის ხარისხსაც, პროდუქციის ანუ პრაქტიკულობასაც, კომფორტსაც, რომ თქვენ ადვილად მიიღოთ ეს პროდუქტი და თქვენი სადარდებელი, როგორც ასეთი, როგორც ბიზნეს პარტნიორის არ არის არაფერი, არც განბაჟება, არც მიწოდება, არც სტაფის ხელფასების გადახდა და ასე შემდეგ. როგორც უკვე გითხარით, ჩვენი პროდუქცია მუდმივი კვლევის ქვეშ იმყოფება და მუდმივად უმჯობესდება მისი ხარისხი გამომდინარე მოთხოვნილებებიდან, რაც ადამიანს აქვს. კონკრეტულად კი წლის განმავლობაში ჩვენს პროდუქციას უტარდება 5 მილიონი სახის ცდა და 1,5 მილიონი მეცნიერული კვლევა. აი ასეთი საამაყო პროდუქციის მიმწოდებელი ვართ მოსახლეობისთვის. მინდა გითხრათ, აფთიაქის ამის სტატისტიკა არსებობს. აფთიაქში წარმოდგენილი პროდუქციის 80% არის ფალსიფიცირებული მედიკამენტები. ის ფაქტი კი უკვე რომ შეიძლება ადამიანმა იყიდოს რაღაცა გახსნას და ის კაფსულა ცარიელი აღმოჩნდეს, ეს უკვე ძალიან ცნობილი არის და ძალიან გავრცელებული არის ინტერნეტის საშუალებით, ყველანაირი ინფორმაცია ძალიან ადვილად ვრცელდება. და ასევე მეცნიერული კვლევა აი მაგალითად მოვიყვან პრობიოტიკებს, რომელიც ძალიან ცნობილი პროდუქტი გახდა უკვე ეს კორონამ გააკეთა, რომ დააჩქარა მოვლენები და ადამიანებს დაანახა, რამდენად მნიშვნელოვანი არის კონდეს ადამიანს ძლიერი იმუნიტეტი და არა აცლები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ სხვა ვირუსი იქნება, ზეგ რაღაცა სხვა ვირუსი ან რაღაცა მიკრობი ან ინფექცია და ასე შემდეგ. რა უნდა გავაკეთოთ? ყოველ ჯერზე უნდა ავიცრათ, ყოველ ჯერზე რაღაცა, ანუ ამას ხომ ჯობია, უფრო პრაქტიკული არის დავიცვათ თავი, გავიძლიეროთ იმუნიტეტი, რომ ჩემი ორგანიზმი იყოს ბრძოლის უნარიანი და არაფრის არ მეშინოდეს. სწორედ ასე ვცხოვრობ მე, სწორედ ასე არიან ჩვენი უამრავი თანამშრომლები, ვინც იყვნენ ჯერ მომხმარებლები და უმრავლესობა მერე გახდა თანამშრომელი, რადგანაც დარწმუნდნენ პროდუქციის პრემიუმ კლასში, რომ უმაღლესი ხარისხი არის ნამდვილად და შედეგიანი. სწორედ ასე ვცხოვრობ მეც. ჩემი დილა იწყება ალოე, RG, QAT. ეს არის ჩემი განუყრელი და პრობიოტიკი, დილით ჯერ პრობიოტიკი და მერე ეს ყველაფერი. ანუ ეს არის ჩემი დილის, ასე ვთქვათ, თვალს გავახელ თუ არა, ჩემი ქმედება, იმიტომ რომ ვიცი, რამდენად ჭირდება ეს ჩემს ორგანიზმს იმისთვის, რომ ნებისმიერი კორონა და ასე შემდეგ პრობლემის გადატანა შევძლო და არაფრის არ მეშინოდეს და ვიცხოვრო თამამად. რა თქმა უნდა, ყველაფრის შემდეგ ხდება უკვე ყავის დალევა და ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ანუ საუზმე. ეს არის აუცილებელი ნიუანსი. წლების წინ ეს მნიშვნელოვანი არ იყო, რადგანაც არ იყო ასეთი დაბინძურებული ჰაერი, დაბინძურებული საკვები, გამოფიტული საკვები, არ ჰქონდა ასეთი მოთხოვნა ორგანიზმს, ანუ მისი ჩვენი ორგანიზმი არ განიცდიდა უჯრედულ შიმშილს. დღეს კი განიცდის სწორედ ამის გამო, რომ ჰაერი ასეთი დაბინძურებულია, საკვებიდან ვერ ვიღებთ ვერაფერს და ეს აუცილებელი გახდა უკვე თანამედროვე ადამიანმა, რომ უნდა მიიღოს კვებითი დანამატები. საზღვარგარეთაც დილა ასე იწყება, თეფსზე დალაგებული აქვს იმ სახეობის დანამატები, რაც კონკრეტულად იმ ადამიანის ორგანიზმს სჭირდება. იმედი მაქვს საქართველოშიც დაინერგება ეს ნიუანსი, იმისთვის რომ ადამიანები იყვნენ ჯანმრთელები, ბოლო-ბოლო რომ არ გადაუგვარდეთ და რომ არ გადავშენდეთ, ხო? იმიტომ რომ რაც უფრო დიდი სიკვდილიანობა იქნება, შეიძლება სიტყვაზე ქვეყნებს, რომლებიც არის 10 და 20 მილიონი და 40 და 100 რაღაცა მილიონი, იმ ქვეყნებს არ შეემჩნევათ, ვთქვათ, 1 მილიონის სიკვდილიანობა, ანუ სტატისტიკით და როდესაც ჩვენ სულ რაღაც 4 მილიონი ვართ და აქედან ალბათ 1,5 მილიონი ვართ, მხოლოდ ქართველი და დანარჩენი არის უცხოელი მოქალაქეები, რა თქმა უნდა, რომ ჩვენს სტატისტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება და სერიოზული ნიშნით აისახება ასეთი სიკვდილიანობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს პროდუქტი, რომ ეს ალოე აუცილებლად უნდა იყოს თითოეული ქართველის ოჯახში, ну, რა თქმა უნდა, უცხოელის ოჯახშიც არანაირად არ ვასხავებ, მე უბრალოდ ჩემს ერზე უფრო მეტად მტკივა გული, ვიდრე ჩემს ჯიშზე, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ქართველი ვარ და მინდა ქართველი არსებობდეს და საქართველოც არსებობდეს მომიტევოს ყველამ, მე მგონი ყველას იგივე პოზიცია ექნებოდა. აი ეს გახლავთ ჩვენი
ჩვენი საკონსულტაციო საბჭო, ესენი არიან ბუმბერაზი მედიცინის და ანუ კვების მედიცინის და ტოქსიკოლოგიის დარგში მეცნიერები, რომლებიც წყვეტენ ჩვენი პროდუქციის ბედს, ასე ვთქვათ. როჯერ კლემენსი, პიტერ პრესმანი, უელეს ჰეისი. შეგიძლიათ ეს ადამიანები ინტერნეტში მოიზიოთ, რომ ეს ადამიანები ნამდვილად არსებობენ, ნამდვილად Forever Living Products-ის ოფიციალური ბიზნეს პარტნიორები არიან და ეს ადამიანები მუშაობენ ამ პროდუქციის შექმნაზე და მის ამ თითოეული პროდუქტის ფორმულირებაზე. ეს ამ დეტალს იმიტომ აღნიშნავ, რომ ძალიან ხშირად ძალიან ბევრი კომპანია სამწუხაროდ იყენებენ სხვის ფოტოებს, სხვის ასე ვთქვათ ფრაზებს, რომელიც საერთოდ სიმართლესთანაც არ არის ახლოს მათ კომპანიასთან მიმართებაში. ამიტომ აღნიშნავ, რომ შეგიძლიათ დასკრინოთ ეს და მოიძიოთ ინტერნეტში, რომ ეს ადამიანები რეალურად არსებობენ და რეალურად ეს ადამიანები ქმნიან ჩვენს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. ეხლა კი კონკრეტულად გავეცნოთ ჩვენი პროდუქციის ხარისხის დამადასტურებელ სერტიფიკატებს, რომელიც ჩვენი ესეთი საამაყო ნიუანსი არის. პირველი ეს არის ალოეს საერთაშორისო მეცნიერთა საბჭოს, ანუ IASC-ი ჰქვია ამას, IASC-ის დასტური, რომ პროდუქციაში ჩვენს მიერ გამოყენებული ალოე სერტიფიცირებულია და ვიძლევით ეფექტურობის გარანტიას. ანუ ჩვენს პროდუქციაში, ანუ არა მხოლოდ ალოეს წვენები არის აბსოლუტურად სუფთა, რომელშიც ალოეს რბილობი არის მოთავსებული, არამედ როგორც აღნიშნე, პირველი ინგრედიენტი ნებისმიერ პროდუქტში, რომელიც ალოეს შეიცავს, პირველი ინგრედიენტი არის გადაუმუშავებელი ალოე ვერას რბილობი და არა კანი. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ამას ადასტურებს აი ეს IASC-ის სერტიფიკატი, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ ჩვენი ალოე არის საუკეთესო ალოე მსოფლიოს ბაზარზე. კოშერი არის ერთ-ერთი უმკაცრესი სერტიფიკატი, რომელიც სისუფთავის სტანდარტებს აკონტროლებს, ასე ვთქვათ, პროდუქციისა, პლანტაციიდან მოყოლებული სანამ ის პროდუქტი მომხმარებლის ხელში მოხვდება. ანუ თვითოვეული სტადია, რომ არის მკაცრად კონტროლირებადი სისუფთავის მხრივ. ჰალალი შემდეგი არის ამერიკის საკვების წარმოების ისლამური საბჭოს IFANCA არის ასეთი საბჭოს სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ამ ანუ ჰალალის ცხოვრების წესის სტანდარტებს ემყარება ჩვენი პროდუქტი და შეუძლიათ ჰალალის მიმდევრებს თამამად მიიღონ ეს პროდუქცია და მათ არც ფიზიკურ და არც სულიერ ჯანმრთელობას არანაირ ზიანს არ მიაყენებს ეს პროდუქტი. ბაჭია კი ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაწარმოებთ ცდებს ცხოველებზე, რადგანაც არ საჭიროებს ჩვენი პროდუქცია, რადგანაც საწყისსავე რესურსში არის სუფთა მასალა, რითიც ვამზადებთ, არის ასევე შემოწმებული და სანდო, ასე ვთქვათ, სანდო მომწოდებელი ყავს. თუ რამეს გვაწვდის ვინმე, მაგალითად სპირტს ჩვენ არ ვაწარმოებთ და გვაქვს ოფიციალური მომწოდებელი, რომ აი ეს დეტალებიც არის მკაცრად გაკონტროლებული და არის აბსოლუტურად ნატურალურ ინგრედიენტებზე დამყარებული პროდუქტი. ანუ ამ ცდის ვალდებულება აქვთ იმ კომპანიებს, რომ გამოსცადონ ცხოველებზე, იმ კომპანიებს, რომლების საწყის ეტაპში არის რამე მავნე ნივთიერება და ის აუცილებლად გამოცდილი უნდა იყოს ცხოველებზე, რომ არსებობდეს კვლევა თუ რას გამოიწვევს დროთა განმავლობაში ან მიღების შემთხვევაში ცოცხალ ორგანიზმში ეს მავნე ნივთიერება. შემდეგი არ შეიცავს გლუტეინს, არ შეიცავს პარაბენს ჩვენი პროდუქცია, ეს არის ვეგეტარიანული და ვეგანი პროდუქტი, ეს არის უძლიერესი ნიუანსი და ჩვენი საამაყო ISO-ები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი კომპანია ამერიკაში, რომელსაც სამივე ISO აქვს სერტიფიცირებული. ანუ ISO 9001, ISO 14001 და ISO 45001. ეს არის უსერიოზულესი მეთოდი, ასე ვთქვათ, პროდუქციის დამზადების თუ საწარმოოს ტერიტორიების თუ მანქანადარადგარების სისუფთავე და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, თუ მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობა რომ უნდა შეეფერებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, თუ
თუ ვთქვათ მომწოდებლის პროდუქცია რომ უნდა იყოს შერჩეული და უნდა აკმაყოფილებდეს ასევე საერთაშორისო სტანდარტებს და უნდა იყოს სანდოობა, უნდა არსებობდეს და უამრავი იქნება მენეჯმენტი, თუ იქნება შრომის დაცვა და წარმოების პროცესების სტანდარტები, საერთაშორისო სტანდარტები. ანუ როგორც უკვე მიხვდით, ეს არის უსერიოზულესი დონის გაკონტროლებული თვითოეული დეტალი პროდუქცია და თვითონ კომპანია ამ ყველაფერს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ძალიან რუდუნებით აკეთებს თვითოეულ ეტაპს პროდუქციის წარმოებისა. GMP ეს არის კარგად წარმოებული პროდუქცია, ეს არის ასეთი სერტიფიკატი, მსოფლიო სტანდარტი არის და ის რომ ანტიალერგიული არის დერმატესტი, რომ ჩვენი პროდუქცია გახლავთ ანტიალერგიული, NSF-ები კი ეს არის სტანდარტები, რომელიც ადასტურებს, რომ ქილებზე წარმოდგენილი ინგრედიენტები სწორედ იმ ინგრედიენტებს და სწორედ იმ რაოდენობით შეიცავს ნებისმიერი პროდუქტი, რაც არის ეტიკეტზე აღნიშნული და რომ მის გარდა არანაირად სხვა არანაირ ინგრედიენტს არ შეიცავს. მე მგონი და ასევე რომ ეს სპორტსმენებისთვის გამოყენებადი პროდუქტი არის, ანუ არ გამოჩნდება, ასე ვთქვათ, ანალიზებში, როგორც დოპინგი. ანუ ვისაც სპორტთან შეხება აქვს, იცის რამდენად უმნიშვნელოვანესი დეტალი გახლავთ ეს. და ბოლოსთვის შემოვიტოვე უკაცრავად გამორჩა ISO 17095, ეს არის საერთაშორისო აკრედიტირებული ლაბორატორიები. ანუ ჩვენი ლაბორატორიები არის აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, ეკო, თუ შეიძლება ეს ეწოდოს, ეკო ლაბორატორიები, რადგანაც არანაირ მავნე ნაწილაკებს იქნება თუ რაღაც ესეც არ გამოყოფს აერში, ტემპერატურის ცვალებადობასაც კი არ იწვევს და შეიძლება პირდაპირ საცხოვრებელ პუნქტებშიც კი იყოს ჩადგმული ეს ლაბორატორიები, იმიტომ რომ ჩვენ ვაწარმოებთ სუფთა პროდუქციას და რა თქმა უნდა წარმოების პროცესში არანაირი ზიანი ატმოსფეროს არ ადგება. ეს არის უსერიოზულესი დეტალი. და ჩვენ ის რომ ჩვენ ვართ პირდაპირი გაყიდვების კომპანია, ამას ადასტურებს DSA, ეს არის ასეთი პირდაპირი გაყიდვების კომპანიის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც თქვენს ელექტროგვერდზე დააწყაპებს, ასე ვთქვათ, კალათში, შეუძლია ჩაყაროს პროდუქცია ყოველგვარი შუამავლის გარეშე, თქვენ უბრალოდ მას მიანიჭებთ რეფერალურ ლინკს, ანუ მიანიჭებთ პრომო კოდს და შეძლებს ეს ადამიანი პროდუქციის შეძენას, ეს უკვე მისი არჩევანია ფასდაკლებით თუ საცალოში, მაგრამ შეიძენს პირველივე ხელი მწარმოებელი კომპანიისგან ყოველგვარი შუამავლის გარეშე. აი ეს დეტალები გვაძლევს ძალიან სერიოზულ, ასე ვთქვათ, სერიოზულ სურათს იმისთვის, რომ ეს ბიზნესი იყოს ძალიან მომგებიანი ნებისმიერი ადამიანისთვის და პრაქტიკული საკეთებლად, ასე ვთქვათ, ადვილი საწარმოებლად. მოდით ახლა გავეცნოთ ჩვენს პროდუქციას უფრო დეტალური წარმოდგენა რომ შეგვექმნას, რა გამა გვაქვს პროდუქციის. ეს არის ჩვენი საამაყო ალოეს წვენები, რომელსაც ეკრანზე ხედავთ, აი ამ წარწერას, რაც ყვითელ ქილას აწერია ზედ საბლის და ალოე ვერა გელ, ვერც ერთ ქილაზე მსოფლიოში ვერ ნახავთ, რადგანაც ეს არის ერთადერთი ალოე, რომელიც არის გადაუმუშავებელი ალოეს წვენი მსოფლიოში და ამიტომაც ვართ ჩვენ მონოპოლიური კომპანია ამ საკითხში. რატომ არის ეს პროდუქტი მნიშვნელოვანი? პირველ რიგში ეს პროდუქტი შეიცავს 200 სახის აქტიურ კომპონენტს, ანუ აქტიურ ნივთიერებას, რომელთაგანაც 75 არის ნუტრიენტი, 20 მინერალი, 12 ვიტამინი და 18 სახის ამინომჟავა. იცით რა არის? მაშინ როდესაც წეღან რაც ავხსენი, საკვებიდან ვერც ერთი ულუფიდან და რამდენიც არ უნდა ვჭამოთ, ვერ ვიღებთ იმ საჭირო საარსებო რესურსს, რაც ჩემს ორგანიზმს არსებობისთვის ჭირდება, აი ეს ერთი ციდა, იმიტომ რომ ეს არის 1 ლიტრიანი ქილა და ერთი მინიმალური ულუფა იმისთვის, რომ ადამიანმა სარგებელი ნახოს ამ წვენისგან, ეს არის 9 ყავის ჭიქა დღეში 3 ჯერ და აი იმ ერთი ულუფისგან 9 თურქული ყავის ჭიქა იგულისხმება, პატარა ჭიქები და არა ის ჩაის ჭიქა, აი იმ 30 ml აი 30 ml-დან ვიღებთ აი ამ უამრავ ინგრედიენტებს, ამ უკაცრავად უამრავ კომპონენტებს, რომელიც ჩემს ორგანიზმს ხელს შეუწყობს არსებობისთვის, ძლიერი იმუნიტეტისთვის, გამისუფთავებს ნაწლავის კედლებს, მომიწევს რიგებს კუჭნაწლავის მოქმედებას. ანუ მე ეს ყველაფერი უკვე მაქვს, იმიტომ რომ 13 წელი ამ პროდუქციის მოხმარებელი ვარ და არაფერში არ გავცვლი. ისევე როგორც ჩემი შვილი, ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მშობლები ამ პროდუქციის მომხმარებლები არიან.
რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრების ჩემს გარშემო, რადგანაც მაქვს უზარმაზარი გამოცდილება და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ შედეგებში, იგივეს მეორე 13 წლის მანძილზე, რაც ვნახე. იგივე საუბრობენ ჩვენი ახალი თანამშრომლებიც, რომლებიც მოიხმარენ ამ პროდუქციას და ნახეს თუ რამდენად სასარგებლო არის ეს პროდუქტი ჩვენი ორგანიზმისთვის. რაც უკვე ჩამოგითვალეთ, ასუფთავებს, ეს არის ერთადერთი დედამიწაზე წვენი, რომელსაც შეუძლია საერთოდ ერთადერთი რამ, არა მარტო წვენი, ერთადერთი რამ, რასაც შეუძლია ნაწლავის კედლების გასუფთავება. ანუ შხამების გამოდევნა. ანუ ჩვენს ორგანიზმში მუდმივად გროვდება მკვდარი უჯრედები, ლორწო, შხამები, შლაკები, ის რაც აირიდან შედის, ის რაც ბინძური სიტყვაზე ატმოსფეროდან გამონაბოლქვი და ასე შემდეგ, რაც ჩამოთვალოთ, თუნდაც ელექტროსაქონელი რამდენად გვასხივებს ჩვენ ამ რადიაციული დასრევებით. ამ ყველაფერს სჭირდება გამოდევნა. ეს ყველაფერი იბუდებს ნაწლავში და არაფრით იქიდან არ გამოდის, თუ კი არ დალებთ ალოეს, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი, რასაც შეუძლია დეტოქსიკაციის გაკეთება სრულიად, ასე ვთქვათ, ნაწლავში, სრულ ნაწლავში იქნება მოყოლებული წვრილი ნაწლავი თუ მსხვილი ნაწლავი, ანუ თლიან ამ სისტემის გასუფთავება მხოლოდ და მხოლოდ ამ წვენს შეუძლია. ამავე დროს წარმოქმნის ახალ უჯრედებს, რაც ნიშნავს ახალგაზრდობას, არაჩვეულებრივად მოქმედებს კანზე. მე 50 წლის ვარ და ზუსტად ვიცი რომ არანაირად არ მეტყობა ჩემი ასაკი და ეს არის აბსოლუტურად ჩვენი პროდუქციის დამსახურება. არანაირი მემსი არ მაქვს გაკეთებული სახეზე, არანაირი ბოტოქსი და არანაირად რაღაც ასეთი ტექნიკური ჩარევები, ასე ვთქვათ, არასოდეს არაფერი გამიკეთებია და არც ვაპირებ, რადგანაც ხელში უნიკალური პროდუქტი მიჭირავს და ვეხმარები ამით ჩემს ორგანიზმს. აი, მოკლე მიმოხილვა თუ შეიძლება ასე ითქვას, არის ეს ამ არაჩვეულებრივი წვენისა და ასეთი გვაქვს კიდევ სამი სახის, ანუ იგივე გადაუმშავებელი ალოეს რბილობი არის ამ დანარჩენ ქილებში, თეთრ ქილებში, რასაც ხედავთ, უბრალოდ აი შემდეგ შვიდისფერ წარწერიანში დამატებული გვაქვს ვაშლი და შტოში და ამ ყველაფერთან ერთად, რაც ჩამოგითვალეთ, პლუს შარდსასქესო სისტემას აჯანსაღებს. ანუ აკეთებს დეტოქსიკაციას და აჯანსაღებს ამ სისტემას. არ ვიცი იცით თუ არა შტოში რა კენკრა არის შტოში, ეს ძალიან გავს ასკელს. ინტერნეტში თუ მოიძიებთ რა არის შტოში, გაოგნებული დარჩებით პირდაპირ წერია შტოში კენკრა, რომელიც არის ნომერი პირველი შარდსასქესო სისტემის თუნდაც ონკოლოგიური დაავადებებისთვის, როგორც ანთების საწინააღმდეგო, ასევე ნებისმიერი პრობლემის, შარდსასქესო სისტემის პრობლემის აღმოსაყრელად. ანუ ესენი მე რომ არ გელაპარაკოთ, შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ შტოში რასაკეთებს, უბრალოდ აქ ანგარიში გაუწიეთ იმას, რომ ამაში არის დამატებული ალოე, დამატებული ვაშლი, რომელიც ძალიან კარგად იცით როგორი ძვირფასი ხილი არის და შტოში. შემდეგი წვენი კი ფორთოხლისფერი წარწერით არის გამდიდრებული ატმით, ანუ ალოეს კუბიკები სანამ ის, ანუ წვენიც ხომ არის და ჩაყრილი არის მასში ალოეს კუბიკები, რომელიც ესე დაჭრილი არის ალოეს ჟელე და თავიდან ვიდეოში რომელიც ნახეთ როდესაც ითლებოდა ალოე, ხო? დაჭრილი არის კუბიკებად და გაჟღენთილი არის ნატურალური ატმის წვენში. ატამი არის უსერიოზულესი ანტიოქსიდანტი ხილი, მინდა გითხრათ, და ალოესთან ერთად ჯერ ერთი რომ ძალიან აგემრიელებს წვენს და ამიტომ მიმართულება ჩვენი ბავშვებისთვის არის და ასევე აძლიერებს მის ანტიოქსიდურ მოქმედებას, ანუ დეტოქსიკაციას აძლიერებს ორგანიზმში. ჩვენს ბავშვებს ეს ძალიან სჭირდებათ, მაშინ როდესაც სვავენ უამრავ კოკა-კოლას და მსგავს რაღაც მავნე ჩიფსები იქნება თუ ფრი, მაგალითად კარტოფილის ფრი, რომელიც ძალიან მავნებელი არის და ძალიან ბევრი შხამი შედის ამითი ორგანიზმში. ასე რომ ის რომ იმუნიტეტი გაუძლიეროთ ჩვენ შვილებს, გაუსუფთავოთ ნაწლავის კედლები, წარმოიქმნას ახალი უჯრედები, გაიზარდონ, ანუ ორგანიზმი, სხეული სწორად განვითარდეს და იყვნენ ჯანმრთელები, ძლიერი იმუნიტეტი და არ გვეშინოდეს არანაირი კორონა იქნება თუ რამე ახალი, რა ვიცი, ვირუსი, აი ეს წვენი არის აუცილებელი. საკმარისი არის ეს ერთი კილა ალოე დაახლოებით ერთი თვე მაინც ეყოფა, ცოტა მეტი ყოფნის გააჩნია რამდენს მიიღებს ბავშვი დღის განმავლობაში. ყოველ შემთხვევაში უსერიოზულეს რეკომენდაციას ვუწევ, რადგანაც ვიცი რა ხდება ჩვენს გარშემო და როგორი სერიოზული პრობლემის წინაშე არის დღევანდელი თანამედროვე ადამიანი აღმოჩენილი.
იცით რა არის? ყველაზე ეფექტური არის თავდაცვა, ანუ ის კი არა რომ ავად რომ გავხდებით მკურნალობა დავიწყოთ, არამედ თავდაცვა რომ არ გავხდეთ ავად. ეს არის უფრო ეფექტური, უფრო შედეგიანი. ასე რომ დამიჯერეთ, სჯობია ზუსტად 2.70 გამოდის დღეში ამ ალოეს ფასი, ანუ ის რაც ღირს სრულად რომ 1 კილის ფასი რომ გადავანაწილოთ 30 დღეზე, დღეში გამოდის 2.70, ასე რომ დამიჯერეთ 2.70-ად მიღებული, გაძლიერებული იმუნიტეტი, რომ შვიდად ვიყოთ, რომ ჩვენ შვილებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ და ყოველგვარ ვირუსს და ასე შემდეგ თამამად ადვილად გადაიტანენ, მე მგონი, რომ ღირს 2.70 კი არა, 270-ის გადახდაც. ასე რომ, აი ამ დეტალებს გაუწიეთ ანგარიში და მინდა ძალიან მინდა, რომ სერიოზულად გაშიფროთ, ასე ვთქვათ, რატომ არის ეს ალოე აუცილებელი პროდუქტი თვითოეულ ოჯახში, თვითოეულ მაცივარში რატომ უნდა იყოს. და ბოლო ეს გახლავთ ალოეს იგივე, რაც არის ყვითელქილაში მოთავსებული ალოეს წვენი, რომელიც გამდიდრებული არის ხონდროიტინ სულფატებით და გლიკოზამის სულფატებით და მიმართულება აქვს ძვალსახსროვანი სისტემა. ასევე დამატებული აქვს C ვიტამინი და ორგანული გოგირდი. ანუ გოგირდისთვისებებიც ძალიან კარგად ვიცით, რამდენად ჩვენ ახლა როდესაც თბილისში გვაქვს გოგირდის აბანოები, ქართველმა ძალიან კარგად იცის ამისი მნიშვნელობა. ასე რომ იმისთვის რომ გაიჯანსაღოთ, გაიძლიეროთ, ფეხზე დააყენოთ თქვენი ძვალსახსროვანი სისტემა, რა სირთულეც არ უნდა გქონდეს რამდენი ხნის განმავლობაშიც არ უნდა იყოს ეს, შეგიძლიათ აი ამ წვენით არაჩვეულებრივი დახმარება აღმოუჩინოთ თქვენს ორგანიზმს, თქვენ ძვალსახსროვან სისტემას. და ბოლოს, დაბლა, რასაც ხედავთ 3 ტეტრაპაკის შეფუთვაში ქილებს, ეს ახლო მომავალში უკვე გამოსულია და მალე ჩვენთანაც შემოვა, როდესაც ამოიწურება აი ამ პლასმასის ქილებში ეს არის ახალი შეფუთვით, თუმცა ეს პლასმასის ქილები არანაირად არ შეგეშინდეთ, ეს არის აბსოლუტურად ბიოდეგრადირებადი ქილები, ანუ ცეცხლი რომ მოუკიდოთ, ერთ წვეთ ნარჩენს არ ტოვებს, ისე დნება სანთელივით, ეს არის ეკოლოგიური პლასმასისგან დამზადებული ქილები. შემდეგი კი, რითიც ჩვენს ბიზნესს ვაწარმოებთ, ეს არის პირადი ჰიგიენის პროდუქცია, რომელიც არის ჰიპერშესკელებული, თვითოეულ პროდუქტში, როგორც ხედავთ, არის ძალიან სერიოზული რაოდენობის ალოე, 39 ნახევარი მაგალითად თხევადი საპონი, კბილის პასტა, იღლის დეზადორი, შამპუნი, ბალზამი, ეს ყველაფერი არის გაჯერებული, გადაუმუშავებელი ალოეთი, პროცენტებს თქვენ თვითონ ხედავთ და არის მართლაც ანტისეპტიკური, რადგანაც ალოეს შესახებ თუ მოიძიებთ ინტერნეტში თუ რას აკეთებს ალოე, ანუ რა თვისებები აქვს ალოე ბარბადესის მილე, ინტერნეტში თუ მოიძიებთ, შავით თეთრზე წერია, როგორც ანტისეპტიკი, ანტიმიკრობული, ანტიინფექციური, ანტისოკოვანი, ანტიპარაზიტული ქმედების. აი ეს თვისებები ჩამოთვლილი, ანტისიმსივნური, ესეც კი არის აღნიშნული. საერთოდ ამერიკის მეცნიერებმა დადეს კვლევა, რომ ალოეს აქვს 85%-ით შემცირების მეტასტაზების შემცირების უნარი. ფუტკრის პროპოლის აქვს 100%-იანი გამარჯვების უნარი შიცისა და სიმსივნის დაავადების წინააღმდეგ. აი წარმოიდგინეთ, ამ ყველაფერს მეცნიერები აქვეყნებენ და შეგიძლიათ ეს მასალები მოიძიოთ ინტერნეტში და გაეცნოთ დეტალურად, იმიტომ რომ ალოეს ჩამონათვალი უზარმაზარია თუ რა თვისებების მქონე არის ცოცხალ ფოთოლში. უბრალოდ მინდა გითხრათ, Forever-მა მოიგონა, ასე ვთქვათ, მოიფიქრა ექსკლუზიური მეთოდი, თუ როგორ უნდა მოათავსოს ეს ალოე ცოცხალ ფოთლიდან აღებული რბილობი ქილაში ისე, რომ მან არ დაკარგოს თავისი სამკურნალო, თავისი სასარგებლო თვისებები, რაც ახასიათებს მას. აი ეს არის მნიშვნელოვანი ნიუანსი, თორემ ჩვენ ალოე არ შეგვიქმნია. ალოე არის იგივე ჩვენს სქემას, ასე ვთქვათ, დიაგრამას თუ ნახავთ, რამდენად ახლოს არის ჩვენი ალოეს წვენები ცოცხალი ალოეს ფოთოლში არსებულ შემცველობასთან, ფაქტიურად იდენტურია. არანაირი ცვლილება იქ არ არის,
ანუ როგორც ცოცხალი ფოთოლი აიღოთ ახლა, რა შემცველობაც აქვს, ზუსტად იმ შემცველობით არის კილაში მოთავსებული. და რაღა თქმა უნდა, აი ამ პირადი ჰიგიენის პროდუქციაშიც. აქ ანგარიში გაუწიოთ იმას, რომ პირადი ჰიგიენის პროდუქცია ეს ის პროდუქციაა, რომლის მოხმარებასაც ადამიანი არც ერთ შემთხვევაში არ შეაჩერებს. ანუ შეიძლება ვთქვათ, სილამაზის პროდუქცია არ მოიხმაროს, რა ვიცი, აი დანამატი არ მიიღოს, მაგალითად, ან ალოე არ დალიოს, მაგრამ ხელს დაიბანს, თავს დაიბანს, ტანს დაიბანს, ჭურჭელს გარეცხავს, ხვასია. ანუ შამპუნი, ბაზამი, ტანის დუშგელი, თხევადი საპონი, ეს ის პროდუქციაა, რომელიც მუდმივად იბრუნებს და აუცილებლად გაყიდვადია, რადგანაც თანაც არის ეკონომიური, აი ეს ალოეს საპონი მაგალითად მთელი 6 თვე ყოფნის ოჯახს, კბილის პასტა მთელი 5-6 კოლგეითის ტუბს უდრის, წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ ეს არის ჰიპერშესქელებული, შეგახსენებთ, რატომ უდრის, არათუ ზომით არის ამხელა, არამედ ჰიპერშესქელებული. აი ეს შამპუნის მაგალითად 6 თვე ყოფნის ადამიანს, იმიტომ რომ ცრემლის ზომის შამპუნი უნდა მოიხმაროთ. ან თუნდაც იღლის ზეზადორი, წელიწად-ნახევარი ყოფნის ადამიანს, წარმოიდგინეთ, 1 წლიდან წელიწად-ნახევრამდე. ასე რომ, როგორც ხვდებით, ეს არის ძალიან ეკონომიური, თანაც ხარისხიანი, შედეგიანი, მართლაც რომ გაგისუფთავებს იმ ხელს და თავის ფუნქციას შეასრულებს, რაც ევალება საპონს დღეს, ეს ძალიან აქტუალური არის ამ კორონას გამო. მგონი ამას დიდი ახსნა განმარტება არ სჭირდება. და შემდეგი ხაზი ეს გახლავთ წონის კონტროლის პროდუქცია, რომელიც არის წამყვანი დიეტოლოგებისგან შედგენილი, აი ეს ჩვენი არაჩვეულებრივი 9-დღიანი პროგრამა, რომელიც 9 დღის განმავლობაში 4 კილოდან ზევით დაგირეგულირებთ, ანუ -4 კილოდან ზევით იქნება თქვენი წონა და ეს არის პირველი არის შხამები, რომელსაც უბრალოდ თან მოყვება ცხიმები. ეს ასეთი ფილოსოფია აქვს ორგანიზმს, რომ შხამებს ცხიმით ფუთავს, ასე ვთქვათ, როდესაც ორგანიზმში ტოქსინები შედის. და რადგანაც აქ აი ეს არაჩვეულებრივი 2 კილა ალოე არის, ამ ალოეს დალევის, რადგანაც დროს ხდება დეტოქსიკაცია, სწორედ ამაზე არის დამყარებული ეს არაჩვეულებრივი შედეგი. რა თქმა უნდა, ვიღაცას 4 კილოზე მეტის დაკლება უნდა და უკვე კლება უნდა, არათუ დეტოქსიკაცია. მე მაგალითად ამას დეტოქსიკაციის მიზნით ვაკეთებ ხოლმე, ძალიან ხშირად, თითქმის 4 თვეში, 5 თვეში ერთხელ ამას აუცილებლად ვაკეთებ, რომ გამოიდონოს ორგანიზმიდან შხამები, რომ შეძლოს ორგანიზმა სწორად ფუნქციონირება და ვიყო ძლიერი და ჯანსაღი და ზოგი კი ამას აკეთებს, ადამიანები ამას აკეთებენ წონის კონტროლის გამო. ანუ 9 დღის შემდეგ თუ გინდათ რომ წონის უფრო დიდი კლება გქონდეთ, ანუ დადგეთ თქვენს წონაზე, შეგიძლიათ გააგრძელოთ იმდენი ხანი, რამდენიც თქვენი ორგანიზმი მოითხოვს და ეს უბრალოდ გაითვალისწინეთ მხოლოდ ის, რომ ეს არის ჯანსაღი გზით წონის რეგულაცია. ანუ წონის რეგულირება, ანუ ყველაფერზე რეგულაცია რო გვახსენდება, წონის რეგულირება, რადგანაც ორგანიზმში წარმოიდგინეთ, სუფთავდება ნაწლავის კედლები, გამოიდევნება შხამები, შლაკები, მკვდარი უჯრედები და ლორწო, გვარდება ნივთიერებათა, რის გამოც ორგანიზმი იწყებს სწორად მუშაობას და ასევე აქტიურდება კუნთოვანი სისტემა. აი ამ 3 ნიუანსის წყალობით ორგანიზმი ამუშავებს უკვე სწორად იმ ცხიმებს, იმ ნახშირწყლებს, რასაც იღებს ორგანიზმი და ხდება წონის რეგულაციაც. აი ეს არის ის ასე ვთქვათ საიდუმლო, რაც არის ჩადებული ამ არაჩვეულებრივ ყუთში. იცით რა არის? ამას ძალიან სერიოზული ახსნა სჭირდება, თუ ვინმე დაინტერესებული არის, როგორ კეთდება, რა პროგრამა არის ეს. ამიტომ შეგიძლიათ ინტერნეტშიც მოიძებთ, შეგიძლიათ იმ ადამიანისგან მიიღოთ ინფორმაცია, ვინც მოგიწვიათ დღევანდელ პრეზენტაციაზე. და შემდეგი ხაზი, ეს არის კვებითი დანამატები, რომელთაც ასე ამაყები ვართ ჩვენ, გვაქვს ძალიან დიდი გამა კვებითი დანამატებისა და მინდა გითხრათ, თვითოეული კვებითი დანამატი თავის სეგმენტში იკავებს, ანუ მსოფლიოში უკავია პირველი ადგილი, როგორც საუკეთესო, მაგალითად, ომეგა-3, საუკეთესო კალციუმი, საუკეთესო C ვიტამინი. ჩვენი ომეგა-3 ერთადერთია, რომელშიც არის E ვიტამინიც დამატებული, კალმარების ზეთი, ომეგა-9, ანუ ზეითუნის ზეთი და თევზის ტანიდან აღებული ცხიმი და არა ღვიძლიდან, რაც არის ძირითადად წარმოდგენილი ბაზარზე, ანუ იგულისხმება სააფთიაქო ქსელი. კალციუმი, ერთადერთი კალციუმია მსოფლიოში, რომელიც არის ჩელატი და მალატი, ანუ არ არის კარბონატი და არ ხდება მისი კრისტალება და ასე დალექვა. ასე რომ მისი მიღების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ანუ იმდენი ხანი მიიღოთ, რამდენი ხანის თქვენს ორგანიზმს სჭირდება და არანაირ საშიშროებას ის არ შეგიქმნით, არ წარმოადგენს თქვენთვის. C ვიტამინი კი ყველა C ვიტამინისაგან განსხვავებით
2 საათი ჩერდება ორგანიზმში, მაშინ როდესაც ბაზარზე წარმოდგენილი C ვიტამინი ყველაზე ბევრი 15 წუთი შეუძლია გაჩერდეს. ანუ აი ამ რამდენი ხანით ჩერდება ორგანიზმში, იმ ხნის მანძილზე უნდა მოვასწროს ორგანიზმის სიტყვაზე შემაერთებელი ქსოვილების გაძლიერება იქნება, თუ კოლაგენის წარმოქმნა, თუ ასე შემდეგ. ასე რომ მე მგონი ხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანი არის დიდი ხანი არსებობდეს ის თქვენს ორგანიზმში. აი ეს არის ის განმასხვავებელი თვისებები, რაც ჩვენს კვებით დანამატებს აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა არ არის მხოლოდ ეს 3. უბრალოდ აქ არის წარმოდგენილი ის, რაც ადამიანებმა უბრალოდ ძალიან კარგად იციან, თითქმის ყველა მიცის და ადვილად რომ გაერკვეთ, ადვილად მოგაწოდოთ სურათი, რომ ჩემი პრეზენტაციაც უფრო მოკლე იყოს და არ დაგღალოთ. აი ამის გამო არის ესეთი ანუ მცირე რაოდენობით წარმოდგენილი. და შემდეგი ხაზი, ეს არის ჩვენი ფუტკრის პროდუქცია, რომლის წარმოებაშიც ასევე პირველი ადგილი გვიკავია მსოფლიოში. ეს არის 100%-ით ნატურალური ფუტკრის პროდუქტი, ანუ 100%-ით ნატურალურისგან დამზადებული კი არა, თვითონ 100%-ით ნატურალური პროდუქტი. ამის მხოლოდ უნდა გასინჯოთ და მაშინ დარწმუნდებით ამ მის ფენომენალურობაში, თუ როგორი ფენომენით არის შედგენილი, როგორი უძვირფასესი არის, როგორი განსხვავებული ფილოსოფიით დამზადებული პროდუქტი არის. აი მაგალითად, ჩვენ გვაქვს 4 სახეობა: თაფლი, ფუტკრისფერი, ფუტკრის დინდგელი და ფუტკრის რძე და ჩვენი რძე არის ერთადერთი მსოფლიოში ფუტკრის რძე, რომელიც არის წარმოდგენილი ტაბლეტების სახით, დამატებული გვაქვს ლაიმი და არის უგემრიელესი. ასე რომ და ფასაც გეტყვით ისე რომ დარწმუნდეთ, რამდენად ხელმისაწვდომი ფასები გვაქვს. 105 ლარი არის საცალო ფასი, ხო ძალიან ძვირია. ზუსტად ვიცი, ახლა ყველამ გაიფიქრო, რომ ეს არის ძალიან ძვირი. მაგრამ უყურეთ, მასში არის 60 ცალი ფუტკრის რძე, 60 ცალი ტაბლეტი ფუტკრის რძე და ერთი ტაბლეტი არის 0.250 მილიგრამი. მაშინ როდესაც 5 მილიგრამიანი შპრიცი, რომელიც ღირს 30 ლარი, არის მხოლოდ 5 მილიგრამი. ანუ ასე იყიდება, ვისაც აქვს ნაყიდი, ყველა მიცის, ხო? ასე იყიდება შპრიცით ფუტკრის რძე და მხოლოდ 5 მილიგრამია იქ წარმოდგენილი. და ღირს 30 ლარი. ეხლა გადავიანგარიშოთ, რომელი უფრო ძვირია და რომელი უფრო სარფიანი და პრაქტიკული თანაც, იმიტომ რომ ამას არც მოცივარი უნდა, შეგიძლიათ ჩანთაში გქონდეთ და თუ კი საჭიროება გაქვთ და ნებისმიერ დროს თუ კი სჭირდება თქვენს ორგანიზმს მიაწოდოთ, იმიტომ რომ ეს არის როგორც აღიარებული არის, რომ ფუტკრის რძე, ეს არის სამეფო საკვები, ეს არის ზე პროდუქტი, იმდანად მდიდარი არის თავისი შემცველობით. და ჩვენი საამაყო შემდეგი ხაზი ეს არის ჩვენი სახისმოვლის საშუალებები, რომლებიც გახლავთ არაერთი საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებული. აქ არის წარმოდგენილი ნაწილი, რა თქმა უნდა, ამ პროდუქციისა და ყოველ წელს ხდება წარდგენა იმ წლის ახალი სახისმოვლის საშუალებებისა და მიმდინარეობს კონკურსი, მაგალითად, ვისი შრატია უკეთესი, ვისი სახის კვებავი, ვისი ნიღაბი და ასე შემდეგ. და როგორც ხედავთ, ჩვენ ვართ უმრავლესი ჩვენი პროდუქტი ანუ იმ წლის და მიხედვით, როდის შეიქმნა, არის ამ კონკურსის გამარჯვებული, ასევე Global Green-ის გამარჯვებული და ასევე აგერ Global Make-up-ი, როგორც ხედავთ, ეს არის საკმაოდ საამაყო პროდუქტი. ერთ დეტალს გეტყვით მხოლოდ და გადავალ შემდეგზე. ჩვენი სახისმოვლის საშუალებები, იმიტომ არის ასეთი განსხვავებული და შედეგიანი, რომ ჩვენი ალოე არის გადაუმუშავებელი, ანუ ეს არის ერთადერთი სახისმოვლის საშუალებები, სადაც გადაუმუშავებელი სახით არის წარმოდგენილი ალოე. და როდესაც ალოე არის გადაუმუშავებელი, მასში არსებობს ასეთი ერთ-ერთი ინგრედიენტი აკემანანი და ეს აკემანანი ზრუნავს იმაზე, რომ ნებისმიერმა რამემ გაიაროს კანის 7-ვე შრე და აი თითქმის სისხლიდან დაიწყოს მისი შენება, იქნება კოლაგენის წარმოქმნა, იქნება ალერგია, იქნება გამონაყარი, იქნება ტოქსინის გამოდევნა, იქნება ახალი უჯრედის წარმოქმნა, ანუ თუ დატენიანება თუ ასე შემდეგ. აი სწორედ ამიტომ რომ გადაუმუშავებელი არის, სწორედ ამიტომ შეუძლია ამის გაკეთება. და ეს არ შეუძლია არც ერთ ბაზარზე წარმოდგენილ სახისმოვლის საშუალებას, იმიტომ რომ უბრალოდ არ არის მასში გადაუმუშავებელი ალოე. ალოე როდესაც მუშავდება, აი ამ აკემანანის ფორმულა ირღვევა, ანუ ნადგურდება და უკვე ეფექტი აღარ აქვს.
ეს კი გახლავთ ტოპ 10-ული უკაცრავად, ტოპ 10-ული პროდუქციის მოხმარების მხრივ და პირველ ადგილზე არის იაპონია. იაპონია ქვეყანა, რომელიც არის, რა გითხრათ, ნომერი პირველი მსოფლიოში, ზოგადად გასული არის ეს ქვეყანა რაღაც რამდენიმე საუკუნით ჩვენზეც და ერთ ნიუანს გეტყვით მხოლოდ. იაპონიას აქვს სპეციალური ხელშეკრულება დადებული Forever-თან და წლების მანძილზე მას ჰქონდა შემუშავებული სახელმწიფოს ჰქონდა შემუშავებული ასეთი პროგრამა, რომ ჰიროსიმა და ნაგასაკის აფეთქებისგან მიყენებული ზიანი რომ აღმოეფხვრა მოსახლეობაში, საჩუქრად ბავშვს დაბადებიდან 7 წლამდე აძლევდა ბავშვის ვიტამინებს, ჩვენს პროდუქციაზეა საუბარი, ბავშვის ვიტამინები ქიცი, პროპოლისი, ფუტკრის დინდგელი და ალოე. და ალოე მზადდებოდა მხოლოდ მათთვის 3 ლიტრიანი ქილებით და ამ პროგრამით მათ შეძლეს აბსოლუტურად ყველა პრობლემის მოგვარება, რაც მათ ამატომური ბომბის აფეთქება მოუტანა და დღემდე აგრძელებენ, დილით ისინი იღებენ ერთ ჭიქა თითქმის 200-250 ml ალოეს და ამიტომ სჭირდებათ ეს 3 ლიტრიანი ქილები. და დღემდე აგრძელებენ ამის გაკეთებას, რადგანაც იციან, რამდენად სასარგებლო არის ეს ადამიანის ორგანიზმისთვის. ზოგადად, მინდა გითხრათ, იაპონიაში სამსახურში არ იღებენ, ვერ დასაქმდება ადამიანი, თუ კი ის არ არის კვებითი დანამატების მომხმარებელი. ანუ მიიჩნევენ, რომ ეს ორგანიზმი არის აბსოლუტურად ავადმყოფი მიკრობებით და ასე შემდეგ სავსე. ამიტომ ასეთი ადამიანი გამორიცხული არის დასაქმდეს. საერთოდ მათი პროცენტული მაჩვენებელი გახლავთ 96% მოსახლეობისა, ვინც იღებს კვებით დანამატებს. მე მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია. ეხლა კი მოდით გავეცნოთ ჩვენს ბიზნეს გეგმას თუ როგორ ხდება კონკრეტულად აქ თანხების გამომუშავება და რა ბიზნეს მოდელს ფლობს Forever-ი. იმისთვის რომ ჩვენ ვართ, მე მგონი არ ვიცი აღნიშნე თუ არა, რომ ჩვენ ვართ ქსელური კომპანია, ქსელური სისტემაზე მომუშავე პირდაპირი გაყიდვების კომპანია. ანუ ჩვენი მიზანი, ჩვენი დიდება, ასე ვთქვათ, კომპანიისა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვქმნით ქსელს. ისევე როგორც მე 2007-ში, როდესაც დავიწყე ეს ბიზნესი, საბერძნეთში დავიწყე და მხოლოდ რა თქმა უნდა საბერძნეთში მქონდა ერთი ხაზი, ანუ ერთი ხაზის ბიზნესი მქონდა. დღეს ბიზნესს ვაწარმოებ 33-ზე მეტ ქვეყანაში და მაქვს სერიოზულესი, საკმაოდ სოლიდური ყოველთვიური შემოსავალი. აი ეს არის მიზანი, ეს არის თქვენი მიზანი, როდესაც დასაქმდებით, რომ ის კი არა მომიტევეთ ალოეს ბოთლებით ირბინოთ და გაყიდოთ. არამედ შექმნათ ქსელი და ამაში თქვენ მოგეხმარებათ ის ადამიანი, ვინც დაგასაქმათ, ანუ თქვენი ეგრეთ წოდებული სპონსორი, ადამიანი, ვინც მოგანიჭათ პრომოკოდი და თქვენი მენეჯერი, ასევე მე ვიქნები თქვენს გვერდით, ჩემი გამოცდილებით, ჩემი ცოდნით, რომ ყველა დეტალი გასწავლოთ, შეგასწავლოთ, დაგეხმაროთ იმისთვის, რომ გახდეთ პროფესიონალები, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გახვიდეთ პასიური შემოსავლის ბიზნესზე, ასე ვთქვათ. ახლა, იმისთვის, რომ ჩვენი სისტემა განვიხილოთ, რა სისტემას ფლობს Forever-ი, აუცილებლად უნდა შევადაროთ ეს პროდუქციის მიწოდების კლასიკურ გზას. აი ეს გახლავთ ის ჯაჭვი, რასაც მეურნიდან მოყოლებული მომხმარებლამდე სანამ მოხდება პროდუქტი, უნდა გაიაროს აი ეს ჯაჭვი. და ეს ამდენი ადამიანის ხელში ცვლა, ასე ვთქვათ, იწვევს პროდუქციის ფასის ზრდასაც. ამიტომ აქვს Forever-ს ასეთი ხელმისაწვდომი ფასებიც. ჯერ ერთი ის, რომ არის უძლიერესი მონოპოლიური კომპანია და მერე აქვს ფიზიკურად მას ამის საშუალება, რომ შეძლოს ასეთი ანაზღაურებების მიცემა თავის თანამშრომლებზე. რადგანაც პირველივე მათ შორის, ასე ვთქვათ, არანაირი შუამავალი არ არსებობს. ნახეთ რა გააკეთა Forever-მა. როდესაც ადამიანი საქმდება, ასე ვთქვათ, ჩვენს ბიზნესში, იწყებს პროდუქციის მოხმარებას და ენიჭება მას 5%-იანი ფასდაკლება. ყოველგვარი შუამავლის გარეშე. როგორც ხედავთ, Forever-ი აწარმოებს პროდუქციას და შენ აგერ 5%-ის ფასდაკლებით გაძლევს ნებისმიერი სახის და ნებისმიერი რაოდენობის პროდუქციას. როგორც კი თქვენი საქონლად ბრუნვა, ასე ვთქვათ, ასწდება 2 ქულას, ანუ დაახლოებით ეს არის 1300 ლარის ნავაჭრი, 1300 ლარი 2 თვის მანძილზე. ოღონდ ნებისმიერი 2 თვის მანძილზე. შეიძლება ადამიანმა ვთქვათ, მიიღოს ეს ფასდაკლება, იმიტომ რომ მოსწონს პროდუქცია, მაგრამ არ დაინტერესდეს ბიზნესით და არა თუ იმ თვეს, მაგალითად 1-5-6 თვის მერე გადაწყვიტა, ესე მოუტანა ცხოვრებამ და გადაწყვიტა დასაქმდეს ამ ბიზნესით. აი იქიდან მოყოლებული, როდესაც გადაწყვეტავს ადამიანი, ნებისმიერი 2 თვის მანძილზე უნდა მოაგროვოს 2 ქულის ბრუნვა, რომელიც დაახლოებით არის 1300 ლარი. და თქვენ მიიღებთ უკვე 30%-იან ფასდაკლებას და უფლებას, რომ შექმნათ ქსელი, ანუ სხვებს მიანიჭოთ
მოგიჭოთ უკვე ფასდაკლებით ყიდვის უფლება. ანუ თქვენ თვითონ ხდებით პრომოკოდის მიმცემია, თუ შეგიძლიათ სხვას მისცეთ პრომოკოდი. და ეს უკვე არის თქვენი ბიზნესი, ასე იწყება თქვენი ბიზნესი. საიდანაც მოგება, ნახეთ, გაქვთ რა. იმ ადამიანებისგან, რომლებიც უბრალოდ თქვენი მომხმარებლები იქნებიან, მათგან გაქვთ ანუ საცალოს მომხმარებელი, მათგან გექნებათ მოგება 30-დან 48%-მდე, ანუ პირველ საფეხურზე არის 30%, მენეჯერის საფეხურზე კი 48% მოგება, სულ გვაქვს 4 საფეხური, რომ არ დაიბნეთ, საწყისი ეტაპიდან, ანუ 30-დან 48%-მდე არის სულ 3 საფეხური შუალედში, სულ 4 საფეხური. ამიტომ არის მითითებული 30-დან 48%-მდე მოგებები. არა თუ არის ფიქრობთ რომ მერყევია უბრალოდ რამდენიმე საფეხური არის აქ მოთავსებული. და გუნდი, ანუ ადამიანები, შემდეგი მოგება არის გუნდიდან, ანუ ადამიანები, რომლებიც დასაქმდნენ თქვენთან ერთად უნდათ ამ ბიზნესის წარმოება. ამ ადამიანებისგან პირველ საფეხურზე გექნებათ მოგება 25%, ანუ ექსტრა 30-ის გარდა, საცალოს მომხმარებლის გარდა 25% და მენეჯერის საფეხურზე უკვე ეს არის მთელი 89%. რა ხდება ამის შემდეგ? თქვენი გუნდის წევრი, ანუ ის ადამიანები, ვინ ჩართეთ ამ ბიზნესში, რას აკეთებენ? იგივეს, იწყებენ პროდუქციის მოხმარებას და ამ პროდუქციის რეკომენდაციის გაწევას. ისევე როგორც ვაკეთებ მე. მე მიყვარს ეს პროდუქტი, დარწმუნებული ვარ ამ პროდუქციაში, ვიცნობ ამ პროდუქტს ძალიან კარგად და რეკომენდაციას უწევ ნებისმიერ ადამიანთან, ვისთანაც კი შეხებაში მოვდივარ. ანუ ვინც კი დაინტერესდება, თუ არ დაინტერესდება, მე თვითონ შეიძლება დავაინტერესო, იმიტომ რომ ხედავ რომ მას ამის საჭიროება აქვს და ზუსტად ვიცი რომ მას ეს პროდუქტი სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ეს პროდუქტი მისთვის და ამიტომ თავაზობ ყველას. თქვენი გუნდის წევრიც იგივეს აკეთებს, ანუ ადამიანები, ვინც ჩართეთ ამ ბიზნესში, ისინიც იწყებენ ამ პროდუქციის გავრცელებას, ხواسია. ისინიც თავის მხრივ მოიპოვებენ ვის? საცალოს მომხმარებელს და გუნდის წევრს, ანუ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ამ ბიზნესს აშენებენ. მერე მათი გუნდის წევრები რას აკეთებენ? იგივეს, ხდებით? აქ ერთი პირობაა ყველასთვის. არ არის ჩემთვის, იმიტომ რომ მე 13 წლის წინ დავიწყე ეს ბიზნესი და თქვენ დღეს დაიწყებთ სხვადასხვა პირობები. არა, ერთი და იგივე პირობები, ერთი და იგივე მოგებები გვაქვს ყველას. უბრალოდ მე მაქვს უფრო მეტი მოგებები ჩემი პოზიციიდან გამომდინარე. და ასე რომ ეს პოზიციები არის მყარი, შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალურად თითოეულ ნიუანსს, თითოეულ წვრილმანს, ასე ვთქვათ, რა და როგორ და როგორ ჩვენ ვიცით, ამოქოქო, ასე ვთქვათ, სწრაფად დაიწყო ამის კეთება, თუ კი სწრაფად გინდა შემოსავალი და თუ ახლა შეგიძლია თუ გინდა რომ უბრალოდ მოსინჯო რომ ნახოთ აი მოვსინჯავ და რა გამოვა, ნუ თქვენი არჩევანია. კიდევ გეუბნებით, როდის დაიწყებთ, როდის განავრცოთ და როგორ სწრაფად გააკეთებთ ამ საქმეს თუ ნელი ტემპით გააკეთებთ. ყოველ შემთხვევაში, თუ სწრაფად გააკეთებთ, აი ეს გელით, რადგანაც თქვენი დაწყებული, თქვენი ჩართული თანამშრომელი გააკეთებს იგივეს, ანუ დაიწყე შენ, აი ეს შვინდისფერი რგოლები არის, რომ თქვენი ჩაბმული ადამიანები არიან ვინც თქვენ შემოიყვანეთ ამ ბიზნესში, მერე ამ ადამიანებმა დაასაქმეს ხედავთ ყვითელი რგოლები, თავიანთი დასაქმებული ადამიანები, იმ ყვითლებმა დაასაქმეს მწვანეები, ასე ვთქვათ, ეს სპეციალურად, ანუ ეს ნელა-ნელა იპირთებოდა ხოლმე, მაგრამ ინტერნეტი, რადგანაც მე მგონი მთელი სამყარო ინტერნეტ ქსელში არის ჩართული, რაღაც ამ ბოლო დროს აფერხებს და ამიტომ დასრულებული სქემა ჩავდე პირდაპირ, თორე ეს უფრო გარკვევით კეთდებოდა ეტაპობრივად, მაგრამ ინტერნეტი არ გვიწყობს ხელს რატომღაც, განსაკუთრებით კვირა დღეს ყველა ინტერნეტშია. ერთი სიტყვით, აი ასე იზრდება თქვენი ქსელი, როგორც მიხვდით, ნებისმიერი ადამიანი ხდება მომხმარებელი, ნებისმიერ ვისაც შესთავაზებთ, ანუ გუნდის წევრი იქნება თუ მომხმარებელი იქნება, ის თქვენი პოტენციური გუნდის წევრი არის და თქვენ მათგან გაქვთ თქვენი მყარი მოგებები. ყველაზე მომგებიანი კი არის ის, რომ ეს შეგიძლიათ გააკეთოთ 170-მდე ქვეყანაში, სახლიდან გაუსვლელად და განავრცოთ თქვენი ბიზნესი. ეს არის ყველაზე მომგებიანი ნიუანსი, რომ შეგიძლიათ ბიზნესის გავრცობა ნებისმიერ ამ 170 ქვეყანაში სახლიდან გაუსვლელად. და არა თუ შემოვიფარგლოთ საქართველოს მასშტაბით, საქართველოს მოსახლეობით, საქართველოს მენტალიტეტით, ასე ვთქვათ, ასე რომ მე მგონი ხვდებით რამდენად მომგებიანი ბიზნესის წარმოება შეგიძლიათ და საერთოდ შეგიძლიათ, როგორც ამბობენ ჩვენი თანამშრომლები, ბიზნეს იმპერია შექმნათ. ტემპი უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გააკეთებთ ამას და
ან რომელ ქვეყანაში გააკეთებთ, ან რამდენ ხანში, ან დღეში რამდენ დროს დაუთმობთ, იმიტომ რომ ვიღაცა საქმდება, ვთქვათ, პარალელურად თავისი საქმიანობის პარალელურად, იმიტომ რომ არის უკვე დასაქმებული, უყვარს ძალიან თავისი საქმე, მაგრამ უბრალოდ შემოსავლით არ არის კმაყოფილი და უნდა რაღაც ექსტრა შემოსავალი და შეგიძლიათ ისე რომ თქვენი საქმიანობა არ შეაჩეროთ, პარალელურად გაწიოთ ეს მიყვეთ ამ საქმიანობას. და თუ ვთქვათ ადამიანი არ არის დასაქმებული და სრულ დროს ამ საქმეში ჩადებს, რა თქმა უნდა რომ ის უფრო მალე გავა უფრო სერიოზულ მოგებებზე, ვიდრე ის ადამიანი, ვინც აი ისევ გაჭეთა ინტერნეტმა. ვინც ის უფრო მალე გავა მოგებაზე, ვინც მეტ დროს ჩადებს. აი სწორედ ამიტომ არის ეს სლაიდი აქ მოყვანილი, იმის და მიხედვით თუ რა დროს ამ დროს როგორ გამოიყენებთ და რისი საშუალება გაქვთ, რა დროის გამოყენების საშუალება გაქვთ, ამის მიხედვით იქნება თქვენი შემოსავალიც. ამაში მოგეხმარებათ ძალიან მარტივი და აპრობირებული სისტემა. ეს სისტემა გამოცდილია, გამზადებული ნაბიჯები გვაქვს გეგმიური ტრენინგები, სადაც ისწავლით ამ საქმის კეთებას, ანუ არ შეგეშიდებათ იმის, რომ თქვენ ახლა ამის კეთება არ იცით და ვაიმე მე რა უნდა გავაკეთო, რომ წარმატება მოვიპოვო. ეს თქვენი საფიქრელი არ იქნება, გამზადებული არის ეს ნაბიჯები. თქვენ უბრალოდ უნდა ადგეთ, ისწავლოთ ეს ყველაფერი და პარალელურად აკეთოთ და რა ტემპში აკეთებთ უკვე ამაზე იქნება დამოკიდებული თქვენი შემოსავლებიც. ამიტომ ჩვენთან არის ძალიან სხვადასხვა სახის შემოსავლები, სწორედ იმის აქედან გამომდინარე, რომ ვიღაცა აკეთებს პარალელურად, ვიღაცა მეტ დროს უთმობს, ვიღაცა ნაკლებ დროს ამ საქმიანობას. წარმატების მარტივი გზა. რა არის მარტივი ამ საქმეში? მარტივი არის ის, რომ მე მოვიხმარ ამ პროდუქციას, ვიცნობ, გავეცნობი ასე ამ პროდუქციას, დარწმუნებული ვარ ამ პროდუქციაში, რადგანაც ის კითხვები, ის ეჭვები, რაც თავიდან მქონდა და არ მჯეროდა, რომ ეს მართლა ასეთი შედეგიანია და ეს პრობიოტიკები მართლა ერთადერთია, რომელსაც მეცნიერული კვლევა ჰქონდა ჩატარებული და ასეთი შედეგიანია, ანუ რასაც ამ პრეზენტაციებზე ვისმენდი, ამას როდესაც მოვიხმარ, დავწმუნდები და უფრო მეტი სითამამით ვიწყებ ამის შეთავაზებას უკვე გაცილებით, ანუ გამიზნულად ვიწყებ უკვე ამის შეთავაზებას ადამიანებთან, ქმნი ჩემს პატარა გუნდს, მომხმარებელთა თუ ბიზნეს პარტნიორთა გუნდს და ვცდილობ რაც შეიძლება მალე გავხდე პროფესიონალი, რომ უკვე მე თვითონ დავეხმარო სხვებს ამ ბიზნესის წარმატებით კეთებაში, იმიტომ რომ თავიდან მე თვითონ მჭირდება დახმარება, სანამ გავერკვევი დეტალებში და სანამ გავხდები პროფესიონალი. მე თვითონ მჭირდება სხვისი დახმარება და როდესაც მე თვითონ გავხდები პროფესიონალი, უკვე შემეძლება მე დავეხმარო სხვებს ამ ბიზნესის წარმატებით კეთებაში. და აი ეს ხდება სწორედ ჩვენი იმ გრანდიოზული შემოსავლის გარანტია, რომ ასე ვთქვათ, დავასაქმებთ ერთ ადამიანს, დავაყენებთ გზაზე, როდესაც ისიც პროფესიონალი გახდება და უთქვენოთ შეიძლება მუშაობა, უკვე შეგიძლიათ გადახვიდეთ სხვა ადამიანზე. დაასაქმოთ ის ადამიანი, წაიყვანოთ წინ, ასწავლოთ მუშაობა, გახადოთ პროფესიონალი და ასე ვთქვათ, დატოვოთ, ასე ვთქვათ, გადახვიდეთ მერე უკვე შემდეგ პარტნიორზე, რადგანაც შეგეძლებათ ამ ადამიანს უფრო სწორედ შეიძლება თქვენს გარეშე ამ საქმიანობის წარმოება, წარმატებით. ამიტომ უკვე შეგეძლებათ, რომ სხვა ადამიანს მიხედოთ და ჩააბათ ბიზნესში. აქ კონკრეტულად წარმოდგენილი არის ახლა უკვე თანხები, თუ რა შეგიძლიათ, რა მოგება შეგიძლიათ გქონდეთ საცალოს გაყიდვებიდან და რა მოგება შეგიძლიათ გქონდეთ გუნდიდან. თუ კი გეყოლებათ, როგორც იცით, 20 საცალოს გაყიდვებიდან გვაქვს 20, პირველ ეტაპზე გვაქვს 30%, მენეჯერის საფეხურზე კი 48%, ანუ უმაღლესი პროცენტი საცალოს გაყიდვებიდან არის 48. აი ამ იმის და მიხედვით თუ რომ ეს საფეხურზე იმყოფებით, თუ გეყოლებათ 10-15 მომხმარებელი, ანუ 10-15 საცალოს მომხმარებელი, თქვენი შემოსავალი შეიძლება იყოს 750-დან 1000 ლარამდე თვეში. აი ეს შემოსავალი შეგიძლიათ გქონდეთ. ხოლო თუ გეყოლებათ 10-15-20 გუნდის წევრი, ანუ ადამიანი, ვინც დაასაქმეთ, ანუ ბიზნეს აკეთებთ მათთან ერთად,
ანუ ეს არის თქვენი არამენეჯერული გუნდი, ანუ თქვენი ბიზნეს პარტნიორები. თქვენი მოგება იქნება დაახლოებით 2500-დან 5000 ლარამდე თვეში. 15-20 გუნდის წევრი, მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის 15-20 ადამიანი, ვინც კონკრეტულად თქვენ მოიყვანეთ. არა. ეს არის ადამიანები, წეგან გახსოვთ, ხერაც ვნახეთ. თქვენი დასაქმებულების დასაქმებულები, მერე მათი დასაქმებულები, მერე მათი დასაქმებულები და ასე შემდეგ. ანუ თქვენს შემდეგ ვინც კი შემოვა თქვენს გუნდში, როგორც გუნდის წევრი. ამას აღვნიშნავ, იმიტომ რომ სხვა კომპანიებში მხოლოდ თავის დასაქმებულებიდან აქვთ ანაზღაურება. ჩვენთან სრული გუნდიდან გაქვთ ანაზღაურება და არსად არ წყდება, ასე ვთქვათ, ეს ჯაჭვი. პირიქით, ნახეთ რა ხდება, პასიური შემოსავალი. გახდით თქვენ მენეჯერი, ხო? ანუ მიაღწიეთ ამ 154%, ანუ 99 პლუს 48% მოგება, რომელიც იზრდება მერე. ანუ თქვენ გახდით უკვე მენეჯერი და თუ კი მიეხმარებით თქვენს დასაქმებულ ადამიანებს, რომ გახდნენ ისინიც ამ პოზიციის ამოვიდნენ ამ პოზიციაზე, ანუ გახდნენ ისინიც მენეჯერები, მათი გუნდიდან გექნებათ 6 ან 3 ან 2% მოგება, ანუ ექსტრა, ანუ არამენეჯერული გუნდიდან გაქვთ 99 პლუს 48, სადაც არიან ადამიანები, ვინც არ არიან ჯერ მენეჯერები და იმ ადამიანებიდან და მათი გუნდიდან, ვინც არიან მენეჯერები, 6% თუ თქვენი პირველი თაობაა, თუ თქვენი მეორე თაობა არის ეს ადამიანი, თქვენი დასაქმებული, როდესაც გახდება ამ პოზიციის დაწინაურდება ამ პოზიციაზე, მისგან და მისი გუნდიდან გექნებათ 3% მოგება. ხოლო თუ თქვენი მესამე თაობა იქნება, ანუ თქვენი დასაქმებული, მისგან და მისი გუნდის სრული ბრუნვიდან გექნებათ 2% მოგება. სწორედ ასე იზრდება 5000 ლარიდან 50000 ლარამდე თვიური შემოსავალი. თუმცა არც 50000 ლარი არის საბოლოო, არც 5000 ლარი არის სტანდარტი, მინდა გითხრათ. ეს არის დამოკიდებული ბრუნვაზეც და დამოკიდებული არის ასევე რაოდენობაზეც, რა რაოდენობის ადამიანები არიან. თუნდაც აი ესეთი ბიზნეს პარტნიორები მე შეიძლება მყავდეს უამრავი, ხო ასეა, ასე რომ შეიძლება გაცილებით სცილდებოდეს 50000 ლარს. იცით რა არის, ზოგადად ამ კომპანიას ეძახიან მილიონრების გამზრდელ კომპანიას. აქ კოლოსალური შემოსავლები შეგიძლიათ გქონდეთ. მე თვითონ უამრავი ბიზნეს პარტნიორი მყავს, ვინც არიან მილიონრები და მასწავლიან ამ მუშაობას, როგორ უნდა ვაკეთოთ ეს წარმატებით, რა გავაკეთოთ ან რა არ გავაკეთოთ და ასე შემდეგ. ანუ ვიცნობ ამ ადამიანებს, მაქვს მათთან კონტაქტი და მათი ნაბიჯებით მივდივარ, მათი სისტემით ვმოქმედებ. იგივეს ვასწავლით ჩემი გუნდის წევრებსაც და მონდომებული ვარ, რომ რაც შეიძლება მალე მოიპოვონ ბიზნესის მენეჯერის პოზიცია და გავიდნენ ისინიც ამარაჩვეულებრივ ასეთ მაღალ მოგებებზე. ეს არის, მინდა გითხრათ, კომპანია, სადაც არ არსებობს კონკურენცია, სადაც მაღლა მდგომი, ასე ვთქვათ, აპლაინი, ანუ დამსაქმებელი, ყოველთვის მოხარული არის, როდესაც მისი დაუნლაინი, ანუ მისი ქვედა ხაზები მიდიან წინ. ასევე აღვნიშნავ ერთ ნიუანსს. ჩვენ რადგანაც არა ვართ პირამიდის სტილის სისტემა, ჩვენს დაბლა მდგომ ხაზებს, ჩვენს შემდეგ შემოსულ ხაზებს არ აქვს მნიშვნელობა, როდის დასაქმდა ეს ადამიანი, შეუძლია გავიდეს ჩვენზე მაღალ მოგებაზე და წავიდეს ჩვენზე წინ საფეხურობრივად. აი, ეს არის ძალიან საამაყო ნიუანსი და ჩვენ ეს ყოველთვის გვიხარია, რადგანაც ის თუ კი ჩვენი დასაქმებული ადამიანი, ან მისი დასაქმებული, ვთქვათ, წავა ჩვენზე წინ, ჩვენ კომპანია არ გვიჩერებს მისგან შემოსავას. მე იმ 6% თუ 3 თუ 2%-ის მოგებას მაძლევს, აგრძელებს ჩემთვის გადახდას. ასე რომ, რა თქმა უნდა, ყოველთვის გამიხარდება თუ კი ის უფრო დიდ ბრუნვას გააკეთებს, იმიტომ რომ ჩემი ის 6% უფრო დიდი იქნება, ვიდრე მანამდე, ხო ასეა? მიხვდით რა მიზეზით არ არის ჩვენთან კონკურენცია და რა მიზნით ვეხმარებით თვითოეული დასაქმებული თუ არ აქვს უშუალოდ ჩვენი მერამდენი თაობა არის ამ ადამიანებს წინსვლაში. აი ახლა კი გაგაცნობთ რეალურ შემოსავლებს, ეს არის ჩვენი ნოემბრისთვის შემოსავლები, რომელიც აგერ დეკემბერში ჩაგვერიცხა. ეს გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი ბიზნეს პარტნიორი, ნოციკო ყოლბაია, რომელიც არის ორი შვილის დედა, პროფესიით არის პოლიტოლოგის ჟურნალისტი და როგორც ხედავთ, ეს არის მისი
აი შეხედეთ, ანაზღაურება არის წარმოდგენილი დოლარებში, რა თქმა უნდა ეს უნდა გადაიყვანოთ ლარებში, ეს გახაზული არის მისი შემოსავლები. შემდეგი სოფია მესხი, რომელიც არის დისტანციური ბიზნესი, ანუ მისი პროფესია ფსიქოლოგი არის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს გოგონა ძალიან მიყვარს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთხელაც არ ამყვას ნანახი, რადგანაც ის ცხოვრობს დასავლეთში და ამიტომ დისტანციურ ბიზნესს ეწევა. ჩვენი თანამშრომელი, ჩვენი ბიზნეს პარტნიორი გახლავთ, ჩვენ მას ვეხმარებით ჩვეულებრივ, ყველა დეტალს ვასწავლით, როგორ წავიდეს რაც შეიძლება წინ და როგორც ხედავთ, აგერ მისი $104, $36 და $94, 11.60, ანუ დისტანციურად ვეწევით საქმიანობას. ასეთივე ყავს ნანა კახელაშვილი, რომელიც არის ჩვენი რეკორდსმენი დედა, ორი შვილის დედა. მისი პროფესია არის ექიმი ფარმაცევტი, აგერ ჩარიცხული თანხა $508 და 17 თეთრი. მინდა გითხრათ, რომ აი ეს ჩვეულებრივი ვაჟკაცი, ნანა ფეხმძიმე დადიოდა ტრენინგებზე, მაშინ ჯერ კორონა არ არსებობდა ჩვენს ცხოვრებაში. და ოფისში ვატარებდით საკონფერენციო დარბაზში ტრენინგებსაც და ბიზნეს პრეზენტაციებსაც და აი ესე ფეხმძიმე დადიოდა ჩვენთან, როდესაც მოგვევლინა ეს პატარა ანგელოზი, როგორც კი ერთი თვის გახდა გააგრძელა, აი მხოლოდ ის პერიოდი იყო, როდესაც ის 40 დღე დაახლოებით თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩაჯდა სახში ნანა, მერე ჩვეულებრივ გააგრძელა და წარმოიდგინეთ, აი ესე კენგურუთი, ეს ჩვენი წარმატების დღეზე გადაღებული ფოტო არის ჩვენი ნანიკოსი, სადაც დაჯილდოვდა და აი ამ გაბრიელს ჩამოკიდა ჩვენმა გენერალურმა დირექტორმა ნანას ბროშირითიც დაჯილდოვდა. ეს ძალიან მეამაყება ეს რაღაც დეტალები ჩვენი ბიზნესისა. რომ არანაირი, წარმოიდგინეთ, ახლა არანაირი შეფერხება არ არსებობდა, არც ის რომ მე ვერ მოდიოდა, მინდა გითხრათ, რომ როდესაც იმშობიარა და ვერ მოდიოდა ტრენინგებზე, არანაირად ეს მისთვის უკუსვლა არ ყოფილა. ნანა გახლავთ ჩვენი VIP 5 კლუბის ერთ-ერთი 4 ვართ, ანუ VIP ჯგუფი, ბრუნვიდან გამომდინარე და ერთ-ერთი გახლავთ ნანა. ანუ აი ეს პაწუკა მისთვის ხელი შემშლელი საერთოდ არ ყოფილა. ამითი არის ჩვენი ბიზნესი ძლიერი, რომ შეგიძლიათ ყოველგვარი შეფერხების გარეშე გააგრძელოთ ამ საქმის კეთება. ჩვენი შემდეგი თანამშრომელი სულ რაღაც რამდენიმე თვე, მეორე თვე, მესამე თვე არის, ორი თვე რაც ბიზნესში არის, იგივე ორი შვილის დედა სოფიკო კაპანაძე, აგერ მისი შემოსავალი $109.12 და $48 თვიური შემოსავალი. შემდეგი მონიკა ბართია, ესეც დისტანციური ბიზნეს პარტნიორი ჩვენი, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვიცნობ და ონლაინ გავიცანი და ასე ონლაინ ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ აი ამ ადამიანებთან გვაქვს უზარმაზარი სითბო, უზარმაზარი პატივისცემა და ძალიან მეამაყება ეს დეტალი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთხელაც არა ვარ ჩვენ შეხვედრილი, მე წვლილი მიმიძღვის, ასე ვთქვათ და მთელი სიყვარულით ვეხმარები ამ ადამიანებს ბიზნესის გავრცობაში. ნინო გულოა, ასევე დისტანციური ჩვენი ბიზნეს პარტნიორი, რომელსაც ასევე არ ვიცნობ ახლოდან, პროფესიით ჟურნალისტი, აგერ მისი დეკემბრის შემოსავლები, რასაც ხედავთ 34 და 01, $74 და $77. ანუ ჩვენი შემოსავლები დოლარით არის წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, მაგრამ ანგარიშზე გვერიცხება გადაანგარიშებული ლარი, რა თქმა უნდა. ნათია სტანდოშვილი, 3 შვილის დედა, პროფესიით ბიოქიმიკოსი ფარმაცევტი და ხედავთ მის საერთაშორისო ბიზნესის, იმიტომ რომ აქ წარმოდგენილი არის რამდენიმე ქვეყნის შემოსავალი, მისი შემოსავლები და ნატა რამინაშვილი ასევე ჩვენი ესეც გახლავთ დისტანციური ბიზნესის სლაიდი, ეს არის კონკრეტულად ისრაელის შემოსავლები, $329 ისრაელის ფულზე და $101 და 11.86. როგორც ხედავთ, მე მინდოდა თქვენ რეალური მაგალითები, რეალური სურათი გენახათ, რამდენად მუშაობს ეს სისტემა საქართველოში. ეს კი ჩვენი თანამშრომელი, ჩვენი ბიზნეს პარტნიორი მაკა სამნიაშვილი, ეკონომისტი პროფესიით და დიზაინერი, დღეს უკვე დიზაინერი, აგერ წარმოდგენილი არის ასევე არაბეთის შემოსავლები არის აქ წარმოდგენილი, მისი დისტანციური ბიზნესის შემოსავლები. ეს კი ასევე მარიო დიშელიძე, რომელსაც ასევე საერთოდ არ ვიცნობ ახლოდან
მისგან, მაგრამ ასევე ძალიან მიყვარს, ძალიან ესეთი სახეზეც ეთყობა როგორი ტკბილი ადამიანია. ეს კი მისი შემოსავლები, პროფესიით არის სტილისტი, მინდა გითხრათ და მისი შემოსავლები 63 და 53, 30 და $10. ეს კი ჩვენი ასევე მესამე თვეა ბიზნესში არის, ჩვენი ბიზნეს პარტნიორი ზედგინიძე ეკა, რომლის შემოსავალსაც ნახავთ მესამე თვეს რამდენად ძალიან აქტიური გოგონა არის, მინდა გითხრათ, ქალბატონი უბრალოდ. და შემდეგი ნინო ჯანანაშვილი 27 წლის ემიგრაციიდან, ასე ვთქვათ, ყოფილი ემიგრანტი, ახალი დაბრუნებული, მისი შემოსავალი დეკემბრის 213 ლარი. ნინო თეგეთაშვილი ჩვენი რეკორდსმენი, ბიზნეს პარტნიორია, მინდა გითხრათ, პროფესიით არის პედაგოგი, დღესაც აგრძელებს, რა თქმა უნდა, თავისი პროფესიით მუშაობას. ნინო თეგეთაშვილმა მეორე თვეს მოიპოვა მესამე ანუ დასაქმებიდან მეორე თვეს. დღეს არის მისი ჩვენი ბიზნეს პარტნიორობის მესამე თვე, ანუ მესამე თვე არას დასაქმებულია. მეორე თვეს დასაქმებიდან მეორე თვეს ნინო თეგეთაშვილი მოიპოვა მესამე პოზიცია უკვე და მისი თვიური შემოსავალი გახდათ 915 ლარი. აი ეს კი არის მისი სამი თვის როგორც ხედავთ შედეგები და ჩვენი FLP-ის მენეჯერი, პროფესიით მუსიკოსი, ბიზნესმენი, დღესდღეობით ის არის სუპერმარკეტის აპონელას მესაკუთრე, Forever-ში კი მენეჯერის პოზიციაზე მყოფი, 1 წელია, რაც ჩვენი ბიზნეს პარტნიორი გახლავთ თინიკო ბექაური, ჩემი მარჯვენა ხელი, რა ვიცი, ჩემი ძალიან კარგი აწუყვე მეგობარი, იმიტომ რომ საერთოდ არ ვიცნობდი თინიკოს და ეს 1 წელი არის, რაც უпростоრეთ 2 წელი არის, რაც გავიცანი და Forever-დან გავიცანი. აქ წარმოდგენილი არის მისი, ანუ დეკემბრის შემოსავალი არის 2027 ლარი, ხოლო გვერდზე, ანუ სხვა გზა არ მქონდა ესე შევკუჭე, რომ სრული სურათი ყოფილიყო. გვერდზე არის წარმოდგენილი მისი საერთაშორისო ბიზნესის შემოსავლები, როგორც ხედავთ, საკმაოდ სერიოზული, საკმაოდ სასურველი ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორც თინიკო თვითონ ამბობს, მოსწონს ბიზნესი Forever-ი, რადგანაც აქ შეუძლია იყოს თავისუფალი, რასაც ვერ აძლევს თუნდაც თავისი უკვე 25 წლის ბიზნესი, აი საპონელაზე არის საუბარი, სადაც როგორც თვითონ ამბობს, მონა იყო გამხდარი ამ ბიზნესის და თავისუფლება აქვს არაჩვეულებრივი შემოსავალი იმ ბიზნესიდანაც, მაგრამ არ აქვს თავისუფლება. და ამიტომ მოინდომა ჩვენს ბიზნესში დასაქმება და გავრცობა, რომ ყველაზე დიდ პლუსასაც ანიჭებს მის სიტყვებს ვიმეორებ, ეს არის რომ ეს საერთაშორისო ბიზნესია და შეუძლია და აგერ ფაქტის სახეზეა, რომ აწარმოებს საერთაშორისო საქმიანობას სხვადასხვა ქვეყნებში და აქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოსავალი, რის საშუალებასაც არ იძლევა კლასიკური ბიზნესი. ეს კი მე, თქვენი მონა მორჩილი, უფროსი მენეჯერი, პროფესიით სპარსულენსა და ლიტერატურის ფილოლოგი, ჩემი 1 თვის შემოსავალი 9331 ლარი, გვერდზე კი ხედავთ ჩემს მთლიანი ვერ დავტიე მთლიანი შემოსავლები, რადგანაც აღარ იკითხებოდა და არ მინდოდა რაღაც ინკოგნიტო ყოფილიყო, ამიტომ მოვჭერი, სხვა გზა არ ჰქონდა და წარმოდგენილი არის რამდენიმე ქვეყნის შემოსავლები, საკმაოდ სოლიდური. შეგიძლიათ გადახედოთ. ეს გახლდათ ჩვენი რეალური სურათი ჩვენი თანამშრომლებისა. მე მინდა იცოდეთ რამდენად განვითარებადია. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ბაზარი აბსოლუტურად ასათვისებელია. შეიძლება ითქვას, შეიძლება არა, 1%-მაც კი არ იცის ჯერ საქართველოს მოსახლეობამ ბიზნეს Forever-ის არსებობის შესახებ საქართველოში. ასე რომ, ვინც მოკიდავთ ხელს, ან ვინც უკვე დაიწყო საქმიანობა, ხვდებით რამდენად თავისუფალ ბაზარზე იმყოფებით და რამხელა შესაძლებლობა გაქვთ. გრანდიოზული შესაძლებლობა გაქვთ, მართლაც მილიონერები გახდეთ და მართლაც სერიოზული იმპერია ააშენოთ ამ ბიზნესისა. მე მოგიწოდებთ და გიცხადებთ თანადგომასაც და თქვენს გვერდით ვიქნებით, რადგანაც მე მგონი უკვე ძალიან კარგად მიხვდით, რამდენად ვარ დაინტერესებული თქვენივე წარმატებით მე, როგორც თქვენი უფროსი მენეჯერი. გადავიდეთ შემდეგ პლუსებზე კომპანიისა. ჩვენი მე-13 ხელფასები, ანუ კომპანიას აქვს ჯერ კიდევ მე-13 ხელფასები. ამას ქვია პრეზიდენტის ბონუსი Forever-ში. ეს გახლავთ
გაქვთ პირველი ხუთეული ყველაზე დიდი ჩეკ ბონუსებისა, ყველაზე დიდი კი ამ ხუთეულში არის როლფ კიპი, რომელმაც 2020 წლის აპრილში მიიღო $1,440,6 მეცამეტე ხელფასის ბონუსი. ასევე გვაქვს მანქანის პროგრამა, ეს არის სამახალისებელი პროგრამა, ეს გახლავართ მე 2019 წლის დეკემბერში მოვიგე მანქანის პროგრამა, რაც ითვალისწინებს, რომ 2020 წლის იანვრიდან მოყოლებული 3 წლის მანძილზე ყოველ თვე კომპანია დამირიცხავს, როგორც ბონუსი არის მითითებული, ექსტრა $400 როგორც საჩუქარი ჩემი მანქანის პროგრამისა. ასეთი გვაქვს $400-იანი, $600-იანი, $800-იანი. დეტალები შეგიძლიათ თქვენს ვინც მოგიწვიათ იმ ადამიანთან განიხილოთ. ეს კი ჩვენი სამოგზაურო ტურები, ანუ თქვენი წარმატებული მუშაობისთვის, იმის მიხედვით თუ იქიდან გამომდინარე თუ რამდენ წარმატებულ ადამიანს გააზრდით წლის განმავლობაში გუნდში, კომპანია გაჯილდოვებთ სამოგზაურო ტურებით 2 ადამიანზე ყველა ხარჯის ანაზღაურებით იგულისხმება თვითმფრინავი სასტუმრო კვება და ყველა სრული პაკეტი აბსოლუტურად და ასევე სახარჯო თანხა სასტუმროში, რომელიც ხდებათ ბარათზე. მე ეს პროგრამას მოვიგე შარშან, მაგრამ კორონას გამო სიდნეიში მოგზაურობა 1 კვირით, მარიოტში უნდა ყოფილიყავი, მარიოტმა გამომიგზავნა და დაძავშინილი ჩემი ნომერი, მაგრამ კორონას გამო ვერ მოხერხდა ჩემი წასვლა, რადგან აპრილის თვეში იყო ეს მოგზაურობა. ეს კი ჩვენი გუნდი, ვინც უკვე ვიმოგზაურეთ 2019-ში სტოკჰოლმში, მე-13 ხელფასების გადაცემის ცერემონიალზე, ჩემი უსაყვარლესი გოგოები, დაუვიწყარი დრო გავატარეთ, დაუვიწყარი სანახაობა იყო ეს, რაღაც გრანდიოზული, მხოლოდ აქ შეიგრძნობთ, როგორ გრანდიოზულ კომპანიის ბიზნეს პარტნიორი ხარ. აქ იმყოფებოდა 16,000 თანამშრომელი, მაყურებელი, ვინც იყო ამ სტადიონზე, სადაც გაიმართა, ეს იყო გლობენის სტადიონი, ერიკსონ გლობენის სტადიონი, სადაც გაიმართა 13 ხელფასების გადაცემის ცერემონიალი და ჩვენ პირველებმა ავაფრიალეთ, იმიტომ ყველგან ფიგურირებს საქართველოს დროშა, პირველებმა ავაფრიალეთ ამ 168 ქვეყნის გვერდით, როგორც საქართველოს წარმომადგენლებმა საქართველოს დროშა. ეს იყო ჩვენი პირველი გასვლა საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო ივენთზე. 2021 წლის მოგზაურობა 1 ავსტრალიაში უკვე გაუქმდა, სექტემბერში თუ ესეც არ გაუქმდება, იმედია კორონა დაგვანებებს ბოლო-ბოლო თავს, არის ფენიქსში, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერმა თქვენგანმა, ანუ თუ კი არ მოიგებთ ამ პროგრამას, შეგიძლიათ თქვენივე თანხებით, რა თქმა უნდა, თქვენივე ხარჯებით, ну, ვისაც აქვს ამის საშუალება, იმოგზაუროს ამ ივენთზე და დაათვალიერებთ იქაურ პლანტაციებს, როგორ ხდება დამუშავება, რაც ვიდეო მასალაში ნახეთ, როგორ ხდება ეს მოყვანა, დამუშავება, ნუტრიცევტიკალის შენობა, როგორ ხდება პროდუქციის შემუშავება და ასე შემდეგ თვითოვეული დეტალი, წვრილმანი დეტალები. ეხლა კი დგება მომენტი, ჩემი საყვარელი მომენტი, სადაც აშკარად გაჩვენებთ თუ როგორ შეგიძლიათ ამ ბიზნესის წარმოება სულ რაღაც 10 მომხმარებლით და 5 ბიზნეს პარტნიორით. არც მეტი, არც ნაკლები. ანუ არა რაღაცა გრანდიოზული მთელი საქართველოს მოსახლეობით, არამედ 10 მომხმარებელი თუ შეიძენთ 10 მომხმარებელს და 5 ბიზნეს პარტნიორს. საწყის ეტაპზე შევიძინეთ 10 მომხმარებელი, ანუ მოვიპოვეთ და საქმდით, წარმოიდგინეთ ახლა რასაც გესაუბრებით, რომ ამას აკეთებთ თქვენ. და საქმდით და მოიძიეთ 10 მომხმარებელი, ვინც არის თქვენი არც მეტი არც ნაკლები $100 პროდუქციის მომხმარებელი თვეში, ანუ თვეში აკეთებს $100 პროდუქციის მოხმარებას. $100 ბევრი არ მოგეჩვენოთ, იმიტომ რომ არ დაგავიწყდეთ უბრალოდ რომ აქ არის საუბარი კვებით დანამატზე, პირადი ჰიგიენის პროდუქციაზე, ალოეს წვენებზე, სახისმოვლის საშუალებები, წონის კონტროლი, ანუ აქედან თქვათ შამპუნი, ბაზამი, კბილის პასტა, იღლის ზედადორი, რაც აუცილებლად გჭირდებათ, ისედაც სარეწყვე საშუალება, თქვათ 1 ალოეს კილა და თქვათ 1 კრემი. ეს გაცილებით ბევრი ჩამოვთვალე, ახლა უფრო დიდი თანხები არის, რაც ჩამოვთვალე, მაგრამ წარმოიდგინე რომ შეგექმნათ, რომ $100 არ არის ბევრი, იმიტომ რომ რამდენიმე სახეობის, რამდენიმე ხაზის პროდუქციის შეძენაზე არის საუბარი. ანუ $100 მომხმარებელი გყავთ 10 ადამიანი. ეს ჯამში თქვენთვის წარმოადგენს $1000-იან ბრუნვას. ესეა. და აქედან 30% მოგება არის თქვენი მოგება $300.
ამის შემდეგ მოიპოვეთ, მოიძიეთ უпростоრეთ 5 ბიზნეს პარტნიორი, იმიტომ რომ დარწმუნდით რომ კომპანია გადამხდელია, იმასაც ამბობდა შორენა რომ ეს არის ყველაზე კარგი გადამხდელი კომპანია, თურმე ეს მართალია და უფრო მეტი ძალა მოგეცათ, ასე ვთქვათ, უფრო რწმენა გაგიძლიერდათ რომ კი, ეს მართლა ასეთი პატიოსანი და მართლა ესეთი კარგი გადამხდელი კომპანია და პროდუქცია მართლაც მოხმარებადია და მოიპოვეთ 5, მოიძიეთ 5 ბიზნეს პარტნიორი. ვისაც ასწავლეთ იგივე, რაც გააკეთეთ თქვენ, ანუ როგორ მოიპოვონ 10 მომხმარებელი და თვითოეული ამ ადამიანის 5 თქვენი ბიზნეს პარტნიორის 10 მომხმარებლის ბრუნვა თვითოეული მათგანისთვის არის 1000 ლარიანი ბრუნვა და მათი მოგება 300 ლარი, ხოლო თქვენთვის ეს წარმოადგენს 5000 ლარის ბრუნვას, იმიტომ რომ 5 ადამიანმა გააკეთა 1000 ლარიანი ბრუნვა თავისი 10 მომხმარებლისგან და პლუს 1000 ლარი თქვენი 10 მომხმარებლიდან. ანუ 5000 ლარს პლუს 1000 ლარის ეს არის 6000 ლარის ბრუნვა და თქვენი მოგება სულ რაღაც 10% აქედან არის 600 ლარი. ხო ესეა. რა ხდება ამის შემდეგ? ამ ჩემს 5 ბიზნეს პარტნიორს ვაჩვენე, როგორ გავედი მე 600 ლარიან მოგებაზე, რომ მათაც გააკეთონ ზუსტად იგივე. ჩვენს ბიზნეს სხვათა შორის ეძახიან ასევე დუბლირებად ბიზნეს, ანუ იგივეს კოპირებას ახდენს თქვენი თანამშრომელი. და ნახეთ ხდება რა. ჩემი 5 ბიზნეს პარტნიორი აკეთებს იგივეს, რაც მე გავაკეთე წინა თვეში. ანუ რა? 5 კაცი 1000 ლარიანი, უკაცრავად 6000 ლარიანი ბრუნვით. რაზე არის დამყარებული? მათივე 5 ბიზნეს პარტნიორზე და 10 მომხმარებელზე. მიხვდით როგორ მრავლდება ბიზნესი. მე ხომ მყავს ჩემი 5 პარტნიორი, 5 ბიზნეს პარტნიორი და მას ვასწავლე იგივე, როგორ მოიძიოს 5 ბიზნეს პარტნიორი და ის თავისი 10 მომხმარებელი, რომელიც უკვე ყავდა, როგორ შეინარჩუნოს, ასე ვთქვათ. აი ამის საფუძველზე 10 მომხმარებელი და 5 ბიზნეს პარტნიორი. მათი ბრუნვა არის 6000 ლარი, ჩემთვის კი, ჩემს ბიზნესზე როგორ აისახება ეს? 5 პარტნიორისაგან 6000 ლარიანი ბრუნვა, ეს არის 30000 ლარიანი ბრუნვა. პლუს ჩემი 10 მომხმარებლის 1000 ლარიანი ბრუნვა, 31000 ლარის ბრუნვა. მე მოგება აქედან მაქვს 3100 ლარი. ანუ 31000 ლარის ბრუნვიდან სადღაც 10% მინიმუმ მოგება, ჩემი არის 3100 ლარი. თუმცა მე ამ საფეხურზე ვარ უკვე მენეჯერი, ანუ ეს ბრუნვა მოგიტანთ მენეჯერის სტატუსს და 3100 ლარზე მეტი, ანუ 10% არ არის გაცილებით დიდია მოგება. მე უბრალოდ ძალიან რეალურ მარტივ სურათს გაჩვენებთ, როგორ შეგიძლიათ თქვენი მოგებები ეს ბიზნესი აწარმოოთ. ანუ გავედი 3100 ლარიან მოგებაზე, ხო ასეა? რას ვაკეთებ ამის შემდეგ? ეს ადამიანები, ეს 5 ადამიანი, ვის დავასაქმე. ჩემი ინტერესი რა არის? გავიდე პასიურ შემოსავალზე. წეგან რაც გაჩვენეთ, ექსტრა 6, ექსტრა 3, ექსტრა 2% მოგება. ანუ მე თუ ამ 5 ადამიანს დავეხმარები და რაც გავაკეთე, იმის გაკეთებას ვასწავლი, ანუ როგორ გავიდნენ მენეჯერის სტატუსზე და მიიღონ 3100 ლარიანი ბრუნვა, 3100 ლარიანი მოგება, თვითოეული მათგანისგან კომპანია, როგორც ჩემგან დასაქმებული პირველი თაობის მენეჯერისაგან და მათი გუნდიდან მიხდის 6%. ანუ ჩემთვის ეს ჯამში არის 1860 ლარი მოგება თვითოეული მათგანისგან, როდესაც ისინი მენეჯერის პოზიციაზე გავლენ. და ეს არის 5-ჯერ 1860 ლარი. ნახეთ რა ხდება? ეს ძალიან მომხივლელი. აი ეს არის კომპანიის სიძლიერე. აი ამაში არის პასიური შემოსავლის სიძლიერე. ნახეთ, 5 ადამიანს ვასწავლე უკვე, როგორ მოიპოვონ პოზიცია მენეჯერი, ანუ როგორ გავიდნენ 3100 ლარიან მოგებაზე, ჩემთვის კი მათგან და მათი გუნდიდან სათითაოდ მაქვს 1860 ლარი მოგება. და ერთ ფეხში ნაჩვენები არის, როგორ ვითარდება პასიური შემოსავალი. ანუ ამ ადამიანმა თავის პირველ ხაზს ასწავლა იგივე, როგორ გავიდეს 3100 ლარიან მოგებაზე, ანუ ჩემთვის ეს აისახება როგორც 3% მოგება ჩემი მეორე თაობის მენეჯერისაგან, რაც უდრის 930 ლარს მოგებას ჩემთვის და მესამე, როდესაც ეს ადამიანი თავის პირველ თაობას გახდის მენეჯერს, მიეხმარება მას, რომ გავიდეს ის 3100 ლარიან მოგებაზე და გახდება ეს ადამიანი მენეჯერი, მისგან თვითონ მიიღებს 1860 ლარის მოგებას, მე კი მივიღებ 620 ლარის მოგებას. ანუ ჯამში აი აქ, რაც არის წარმოდგენილი ამ ერთი ფეხიდან, ჩამოანგარიშებულია, შეგიძლიათ დასკრინოთ და სახში თქვენთვიდან დაიანგარიშოთ. ამ ერთი ფეხიდან ჩემი მოგება არის 3410 ლარი და ჯამში კი 5 მენეჯერიდან, ანუ ჩემი პასიური შემოსავალი არის 10850 ლარი.
რამდენი ასეთი ხაზი შეგიძლიათ გყავდეთ? რამდენი ასეთი ადამიანი შეგიძლიათ გაზარდოთ? რამდენი ასეთი წარმატებული ბიზნეს პარტნიორი შეგიძლიათ გაზარდოთ? მთელი თქვენი forever-ში ყოფნის მანძილზე. უთვალავი. რამდენსაც თქვენი გული მოისურვებს? რამდენ აქტიურ ბიზნეს პარტნიორსაც მოიძიებთ იმდენი? აი ეს არის ჩვენი მომგებიანი სისტემა. ამაში არის სწორედ ის გრანდიოზულობა ბიზნესისა, რომ შეგიძლიათ ნებისმიერ ქვეყანაში ეს ყველაფერი 168 ქვეყნის მასშტაბით აკეთოთ, უბრალოდ საწყის ეტაპზე აუცილებელია ისწავლოთ, რომ მერე თქვენ თვითონ შეძლოთ სხვებისთვის ამის ისწავლება, რომ თქვენ თვითონ შეძლოთ თქვენი სპონსორისგან დამოუკიდებლად ამ ბიზნესის კეთება და ამ ყველაფრის, ასე ვთქვათ, გააბედნიეროთ სხვა, იყოთ ბედნიერი თქვენც და წარმატებით აშენოთ ეს ბიზნესი. ეს გახლავთ უბრალოდ ჩვენი ბიზნეს მოდელი, სწორედ, ანუ როგორი ეს არის კიდეც ჩვენი დღევანდელი სახელი, ასე ვთქვათ, რა მოგებები, რა ბიზნეს მოდელი აქვს Forever-ს. ამიტომ გეუბნები სწორედ, Forever-ს აქვს ყველაზე მომგებიანი ბიზნეს მოდელი. Forever შეუძლია ყველაზე Forever-ში შეგიძლიათ ყველაზე ძლიერი ბიზნესი აწარმოოთ. პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს არის მუშაობა სახლი, სამსახური სამუშაო სახლიდან, თქვენ არანაირად არ გეშინიათ, ასე ვთქვათ, იმისა თუ სად იქნებით და როგორ, ანუ თქვენ საერთოდ არ გაინტერესებთ თუ სად იმყოფებით, დასასვენებლად ხართ, ოჯახში ხართ, სტუმრად ხართ, თუ ბავშვთელოდები მასწავლებლიდან როდის გამოვა, ვთქვათ, მანქანით 2 საათი, შეგიძლია იმ წუთას ტელეფონი გეკავოს ხელში და შენი საქმიანობა გააგრძელო, იმიტომ რომ ეს არის ონლაინ მუშაობა და აი ეს არის ყველაზე დიდი მომგებიანი ნიუანსი 21 საუკუნის ბიზნესისა. ამისი სტატისტიკაც არსებობს, რომ აწი ახლა ხდება ერთი ეპოქიდან მეორეზე გადასვლა, ის ინდუსტრიები გაგრძელებენ მუშაობას, რომლებიც კავშირში არიან ადამიან ისეთ რაღაცას აწარმოებენ, ან ისეთ რაღაცას, ისეთ მომსახურებას თავაზობენ ადამიანებს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასთან არის კავშირში და ონლაინ უნდა იყოს აუცილებლად წარმოდგენილი ეს ბიზნესი. ჩვენ ვაკმაყოფილებთ ორივეს, გარდა ამისა, არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობის, არამედ ჯანმრთელობის გამახანგრძლივებელი და თანაც უნიკალურ პროდუქციას ვაწარმოებთ, რაშიც კონკურენტი უბრალოდ არ აყვავს, პირველობა გვიკავია მსოფლიოს ბაზარზე. და ონლაინ შეგიძლიათ ამის კეთება. და რაც თავარია ის, ვინც ფიქრობ დღეს დაიწყოთ თუ არ დაიწყოთ, მე გეწყოდით დაიწყეთ, იმიტომ რომ აქ არანაირი რისკი არ არის, არანაირ დაბანდებას არ ითხოვს ეს კომპანია, შეგიძლიათ დაიწყოთ ნოლიდან, როგორც დავიწყე მე, უბრალოდ ეცადეთ რომ სწრაფად ისწავლოთ ეს ყველაფერი, რომ გახდეთ პროფესიონალები და დამოუკიდებლად მუშაობა შეძლოთ და შეძლოთ გახვიდეთ პასიური შემოსავლების მოგებებზე. აი ეს არის ყველაზე მომგებიანი ჩვენს ბიზნესში. ამიტომ დღევანდელ თქვენს გადაწყვეტილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ იმას თუ გადაწყვეტ თუ არ გადაწყვეტ ამ ბიზნესის დაკავებას, მე ვეცადე ყველაფერი ამეხსნა თქვენთვის დეტალები იმისთვის, რომ სრულიად მომეწოდებინა და არ დამეტოვებინა ეჭვის არც ერთი კითხვის არც ერთი ნიშანი, რომ ეს როგორ არის, რა პლუსებიც აქვს კომპანიას და რამდენად გვიწყობს ხელს ამ ბიზნესის წარმოებაში, რომ სრული წარმოდგენა გქონდეთ და დაგანახოთ ის, რომ კი, თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება, რა პროფესიისაც არ უნდა იყოთ, სადაც არ უნდა იყოთ, რა განათლებისაც არ უნდა იყოთ, იმიტომ რომ ამ ყველაფრით უზრუნველ გყოფთ კომპანია, იქნება ტრენინგები, იქნება მომზადება, იქნება გვერდში დგომა, იქნება რჩევა, იქნება გეგმა, როდის რა უნდა გააკეთოთ, როგორ უნდა გააკეთოთ, თქვენი საფიქრე, თქვენი გადასაწყვეტი არაფერი არ არის, მხოლოდ გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ ის, რომ კი, მინდა მე ეს საქმე და დავიწყებ, რადგანაც არაფერს არ კარგავ და მხოლოდ მოგება შეგიძლიათ აქ. ასე რომ, დღევანდელი გადაწყვეტილება განსაზღვრავს, ვინ იქნებით თქვენ 2 წლის მერე, სად იქნებით 3 წლის მერე, რა ექნება თქვენს შვილებს 5 წლის მერე და ასე შემდეგ. ეს არის დამოკიდებული თქვენს არჩევანზე, თქვენს დღევანდელ არჩევანზე, იმიტომ რომ ისედაც ზოგადად რაც გვაქვს დღეს, ჩვენი ოდესღაც გაკეთებული არჩევანის შედეგია. ასე რომ თვითოული ჩვენი გადაწყვეტილება და ჩვენი არჩევანი ზეგავლენას ახდენს, რა ცხოვრება გვექნება ხვალდაზე, შეგვეხება თუ არა ის კრიზისი, რაც ემუქრება მსოფლიოს მილიონობით ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომპანიები საერთოდ აღარ იარსებებს
და სტატისტიკით, სხვათა შორის, არის ასეთი სტატისტიკა, რომ 74 მილიონი ადამიანი დასაქმდება მომავალი 5 წლის მანძილზე ქსელური სისტემის წარმომადგენელ კომპანიებში, რადგანაც ეს არის 21 საუკუნის ყველაზე გამართლებული და ყველაზე მომგებიანი ბიზნესი. საერთოდ შეგიძლიათ ქსელურის შესახებ უამრავი მასალა მოიძიოთ აწი, მინდა გითხრათ ანუ თუ ვისმეს ისეთი არასწორი წარმოდგენა აქვს, როგორც მე მქონდა 2007-ში ქსელური კომპანიების მიმართ, ამერიკის მილიონერების 10% ქსელურ კომპანიებში გამილიონერებული ადამიანები არიან. ასე რომ მოიძიეთ, რას ნიშნავს ქსელური კომპანია. ეს საკმაოდ განვითარებადი და დინამიურად მზარდი ბიზნესი არის 21 საუკუნისა. ასე რომ თავისუფლების მოპოვება თქვენს ხელშია, როგორც ჩემი თანამშრომლის მიზანი რაც იყო, ასევე იგივე შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენც რა გაქვთ დღეს და რას მოგიტანთ ის, რასაც აკეთებთ დღეს ხვალდაზე და რას მოგიტანთ თუ კი მოკიდებთ ამ ბიზნეს ხელს და განაგრძობთ. ეხლა კი მე გილოცავთ ამ დღევანდელ დღეს რომ მოისმინეთ ასეთი არაჩვეულებრივი შემოთავაზება ის რასაც ქვია ბიზნესი forever-ი, როგორ გამოიყენეთ ეს უკვე თქვენზე არის დამოკიდებული, მე კი დაგემშვიდობებით და კარგი განწყობისთვის დავამთავროთ უფრო მხიარულ ნოტაზე, ჩაგეთავთ პატარა ვიდეოს, 5-წუთიანი ვიდეოს, სადაც არის ნაჩვენები, როგორ ხდება მე-13 ხელფასების გადაცემის ცერემონია. ანუ ეს არის ამონარიდი, რა თქმა უნდა, პატარა კოლაჟი არის, სადაც ადამიანები, რადგანაც ადამიანებმა არიციან, forever-ის წევრებმა არიციან რა თანხით აჯილდოვებს, ასე ვთქვათ, მე-13 ხელფასის სახით კომპანია, ეს არის ყოველთვის სიურპრიზი და ამას იგებენ იქვე დაჯილდოვების მომენტში. აქ ჩანს ძალიან კარგად ამ ადამიანების ემოციები. მე მთელი სრულითა და გულით გისურვებ, ვისურვებდი, რომ ვიყოთ ბიზნეს პარტნიორები და მომეცეს საშუალება, რომ მოგეხმაროთ ამ ბიზნესის წარმოებაში და ვისურვებდი და გისურვებთ, რომ თქვენი სახელი ძალიან მალე დაეწეროს ამ ჩეკ ბონუსებზე და ნახოთ ეს სიხარული შეიგრძნოთ, რასაც ქვია ბიზნესი forever-ი და ამ ეს მე-13 ხელფასები.